გამარჯობა. დღევანდელ მეცნიერებათა კლუბში კვლავ ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს უსაინტერესოესი თემით და სწორედ იმ მომენტში, როდესაც მე ვიწერდი ამ ინტერვიუს, ინდოეთის მაღალმთიან ქალაქ უტარ-პრადეშში მოხდა საშინელება. და სწორედ ემთხვევა იმ თემას, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ. მოვარდა გიგანტური ღვარცოფი და როგორც ვიდეო კადრებიდან ჩანს, ამ ღვარცოფმა კოლოსალური ზიანი მიაყენა ქალაქს და ჩვენ თუ ჩავთვლით, რომ ინდოეთის ქალაქებიც და სოფლებიც მრავალათასიანი მოსახლეობით არის გამორჩეული და ჯერჯერობით არ არის დათვლილი ზარალი, არ იციან მსხვერპლის რაოდენობა, მაგრამ ეს თან იყო ტურისტული ადგილი, საკმაოდ პოპულარული, იმიტომ რომ ტიბეტის მთისწინებშია ეს სოფელი, მის სამხრეთ კალთებზე ქალაქი უпроსორად განლაგებული და როგორც ვარაუდობენ, მსხვერპლი ძალიან დიდი იქნება. დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ გიორგი გოცირიძე, გეოგრაფი, ადამიანი, რომელიც ინტენსიურად მუშაობს 10 წლეულებია და ესეც შთაომავლობითი ტრადიცია არის ოჯახის საქართველოს იმ რისკებზე, რომლის ქვეშაც მუდმივად ვიმყოფებით ჩვენ მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს მთიან რეგიონში. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მთის მოსახლეობა, შვეიცარია იქნება, ეს იტალია, ინდოეთი, ნეპალი თუ სხვა მთა და განსაკუთრებით ისეთი ადგილები, როგორიც სამხრეთ კავკასია, ანუ მოძრავი, განვითარებადი, დღეს რომ ყალიბდება ისეთი, მუდმივად რაღაც სიურპრიზებს ვპირდება. ეს სიურპრიზები ყოველთვის არ არის სასიამოვნო. და ამის მაგალითები, სამწუხარო მაგალითები ჩვენ გვაქვს და სწორედ ამ თემებზე გვექნება ბატონ გიორგისთან საუბარი, ამიტომ მე გირჩევთ აუცილებლად ნახოთ ეს ვიდეო, მართალია ცოტა გრძელია, მაგრამ მენდეთ რომ არის ძალიან საინტერესო და ვერ მოწყდებით მას. მართალია 60-ში ცხოვრობთ, მაგრამ ეს 60-ში გადაშიქ პატარ-პატარა ჯოჯოხეთებს გვიკეთებს ხოლმე. და რომ ვიყოთ მზად და რომ ვიცოდეთ თუ საიდან უნდა ველოდოთ საფრთხეს, სწორედ ამისთვის არის ეს ინტერვიუ და სხვა ინტერვიუებიც თუ გადაავლეთ თვალს ჩემთან და არა მხოლოდ ინტერვიუები, ვიდეოები, სადაც მე ვსაუბრობ ბუნების კაპრიზებზე, რომლებიც ხშირად მძიმე შედეგებს იწვევს, კარგი იქნება. ნახეთ ვიდეო ბოლომდე, ისე ვიმეორებ და თქვენი აზრები დაწერეთ კომენტარებში და თუ რაღაც კითხვები დაგროვდება და ეს კითხვები საკმაოდ ბევრი და საინტერესო იქნება, მე ბატონ გიორგის კვლავ მოვიწევ და უკვე ამ კონკრეტულ კითხვებზე გავაცემინებ მას პასუხს. ახლა კი, ბატონო გიორგი, გთხოვთ დავიწყოთ. გიორგი გოცირიძე, ვიხედები გოცაზე. ვახო მიქელაძე მითხრა, ერთი მძღოლი ყავდაო, ცივის ექსპედიციებშიო, ნუგზარა მქვიაო, რა თქვიაო და ნუგზარა მქვიაო, მაგრამ ბუსუსაზე ვიხედები რა. აი დაახლოებით ეგრე ვარ მეც, გოცაზე ვიხედები. ვარ გეოგრაფი განათლებით, სხვა მეტი განათლება არ მიმიღია. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამეცნიერო საქმიანობას შეუდექი, დიპლომი და საკანდიდატო მაშინდელი ერთ რაღაცა საინტერესო იყო, ერთად დავიცავი და მოკლედ მეცნიერებაში ველოდი რაღაცებს, მაგრამ მე ბავშვი გამიჩნდა, პამპერსი დაგვჭირდა და გავყიდე რუკა. და აი ამ რუკის გაყიდვით შევყევი დღემდე, რამდენი 30 წელია, ჯერ არასამთავრობო ორგანიზაცია იყო 90-იანებში. და მე ჩემ პარტნიორებთან ერთად გავერთიანდი და შევქმნით კომპანია გეოგრაფიკი და გეოგრაფებს გვჩვევია ყველაფერში კები ვარ, იმიტომ არ უყვარვარ ძირითადად გეოგრაფებს, იმიტომ რომ ცოტა ყველაფერში ვერ ყვევით. სიღრმეში არ არის ჩვენი ვალი, მაგრამ აი ინტეგრირების საკითხში უჩვენოთ ჭირს ხოლმე, როცა ცალკე საბუნებისმეტყველო, ან საინჟინრო, ან სხვა დარგები ერთმანეთთან რო ხდებიან. ეგეთი ამოცანები ბევრია, მით უმეტეს საქართველოს პირობებში, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც ერთგვაროვანი გარემო და ერთი რომელიმე დარგი ვერ იღებს თავის თავზე, თუ სწორად გეგმავ, ვერ იღებს თავის თავზე სწორ ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებს და ამიტომ გეოგრაფებმა ჩვენ რუსელებთან, მეგობრებთან ერთად რაღაცნაირი ეს კომერციალიზაცია, გამოყენებითი გეოგრაფია და საინტერესო რაღაც პროექტები ვაკეთებთ უკვე აი ხო 30 წლამდე თითქმის. ეს არის ჩემს შესახებ, ამიტომ რაღაც ბევრ თემაზე შემიძლია ვისაუბრო რაღაც დონემდე. ქართული გეოგრაფების სპეციფიკა ის არის, რომ თქვენ
გეოლოგებიც ხართ, კარგი გეოლოგები უნდა იყოთ, სეისმოლოგებიც ხართ, ბოტანიკოსებიც უნდა იყოთ. ზოოლოგები ნაკლებად, მაგრამ ბოტანიკა კი, იმიტომ რომ ზოოლოგიაზე ძალიან საინტერესო იყო მიგნება მთაწმინდის რაღაცა იმეების გატყიანების პროექტში, სადაც გამხმარი ხეები უნდა მოჭრილიყო, იმიტომ რომ დაავადება გადადის. ზოოლოგმა ფეხები გაფშიკა, რომ აი რამე დამიტოვეთო. რატო? იმიტომ რომ კავკასიური კოდალა ძლივს ცოტა მომრავლდაო, აი ამ გამხმარი იმის გამო და მოკლედ ხო, შეიძლება. ხო, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ბოტანიკოსი მეტყევე ის ცალკე უბერავდა, რომ არა მოუჭრათ. კი, მოუჭერეთ, იმიტომ რომ ზოგადად ეს მაყოფილიყო, მაგრამ აი იქ კოდალასთვის სადღაც რაღაცა დავტოვეთ. ამიტომ შავი ფიჭვის ფიჭვის ხო, ნუ მაგას უბრალოდ ყავლი გაუვიდა, მე ასე მგონია, უბრალოდ დააბერდნენ ეგერნი და დააბერდნენ თერმული ის იყო, heat wave-ები იყო რამდენიმე წელი ზედიზეთ და აი გარშემო განაშენიანებამ და გავლენა ადამიანის ის რაღაცა მიჭრა მოჭრა აშენა ისე და პლუს კიდე კვლევები ჩატარდა და ბაქტერიები და სოკოების რაღაცა, ანუ რაღაცა ის იყო კომპლექსურად შეუტიეს. გიორგი, რა ვიცი, გოცავთ იმაში, მაშინ გოცავთ. გავიდა 2 წელი და მე აქედან მინდა დავიწყო, 2 წელი გავიდა, რაც არაჭის ტრაგედია მოხდა და მე ვიცი რომ შენ მე მგონი პირველივე დღეს იქ იყავი და ყველაფერი ნანახი გაქვს ის საიდანაც დაიწყო დღეს ჩვენ გვაქვს სრული სურათი რა მოხდა იმ დღეს აი კი ცოტა შორიდან დავიწყებ ესე იგი საბჭოთა პერიოდში როდესაც ანომალური რაღაცები ხდებოდა რაზეც არ იყო შეჩვეული მაშინდელი ასე ვთქვათ საფრთხეებთან გამკლავებაში ჩართული უწყებები იქ იმის სვანეთის ზვავები, კოლხეთის დატბორა 80-იან წლებს გულისხმობ. მაშინ მეცნიერებში დამკვიდრდა ტერმინი ანომალური, ეს ძალიან მოდური იყო. და ერთ პერიოდში აი 80-იანების ბოლოს 85-4-7 ეს რაღაცა ის იყო რა. ეს ბევრი ანომალური იყო და ძალიან ბევრი სადოქტორო დისერტაცია, საკანდიდატო და თემები დაიძრა და ამაზე მუშაობდა და უკაცრავად 87 იყო მე მგონი სვანეთის დიდთოვლობა ხო ეს 87 მსგავსი სტიქიური უბედურება რომელიც 1987 წელს თავს დააფრთხა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ნოემბრიდან მოყოლებული მთაში განუწყვეტლივ თოვდა თოვლის სიმაღლე ზოგან 10 მეტრს გადააჭარბა სვანეთის, რაჭის, ლეჩხუმის, სამხრეთ ოსეთის ბევრი სოფელი გარესამყაროს მოწყდა. ჩაიკეტა გზები, წყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, კავშირგაბმულობის კომუნიკაციები. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა სვანეთში. 9-დან 31 იანვრამდე აქ 330 ზვავი ჩამოწვა. როცა ჩვეულებრივ მათი რაოდენობა სეზონზე 30-40 არ აღემატა. მარტო ერთმა ზვავმა რომელიც 9 იანვარს თავს დაატყდა სოფელ მულახს 26 ადამიანის სიცოცხლე იმსხვრა. მანამდე იყო კიდე 85-ში და 6-ში დიდი წყალდიდობები, რომლის შესახებ საერთოდ არავინ არ ვიცოდით და მაშინდელი ძალიან საინტერესო სატელიტური სურათები, ამერიკული სატელიტური სურათები, რომელსაც ჩვენ ვიღებდით, ანუ მამაჩემი ამ დარგში მუშაობდა და მე მაშინ ბავშვი ვიყავი და ჯერ ციფრი არ არსებობდა, იმოდიოდა და იმაზე რა ქვია იზოტოპურ პრიბურის ხელსაწყოზე მოდიოდა ელექტრომაგნიტური ტალღა და ეს ფოტო ქაღალდზე წერდა ეს ხელსაწყო ურანის ტიპის რაკეტა ის იყო რა ქვია ანტენა იყო და იმას ოსცილოგრაფით ვადევნ ბავშვობიდან მაგას ვაკეთებდი ვადევნებდი ამ ანტენას ვიცოდით პროტოკოლი როდის მოდიოდა ნოას თანამგზავრი და აგზავნიდა ამ სურათს მე ფოტო ლაბორატორიაში ვამჟღავნებდი და ჩანდა და მერე იყო ეგეთი ინტერპრეტოსკოპი, ოპტიკური, დიდი ხელსაწყო, დებდი და სპექტრალური დაშლას აკეთებდი და ცალკე წყალს გამოყოფდი, ცალკე ვეგეტაციას, ცალკე იმას. მართალია მასშტაბი ძალიან წვრილი იყო, მაგრამ აი ძალიან კარგად ჩანდა შავი ზღვის კონტური, რომ გეგონება შავი ზღვა შესულია შიგნით, იმიტომ რომ წყლის სპექტრში გამოჩნდა თითქმის ზესტაფონამდე რა, ნუ სამტრედიამდე იყო სულ დატბორილი, რაღაც უზარმაზარი წყალდიდობა მოხდა. მოკლედ ეს ანომალიები ესე დაგროვდა და მე თითქოს ჩაქრა. მე მიაგნეს რომ 11 წლიანი ციკლი, რაღაცა
და ეხლა დრო რო გავიდა, ყველა მივხვდით, რომ კლიმატის რადიკალური დაჩქარებული ცვლილებით გამოწვეული რეფლექცია, ანუ ეხლა მოხდა. და დაიწყო 80-იანებიდან თურმე. იმიტომ რომ უკვე გახშირდა თუ რამე ხდებოდა 100 წელიწადში ერთხელ, დღეს ხდება 5 წელიწადში ერთხელ. და ბოლოს მოვედით მე დევდორაკთან, დევდორაკი არის ჩემთვის ყოველთვის ამ დევდორაკს ვახსენებ რა, თვითონ ტოპონიმიც მაგარია რა დევდორაკი, რაღაც ტიპი რომელსაც ეძინა. სხვა შორის ერთი ფილმი გვაქვს გაკეთებული მე და რეზო შარიბაშვილს ირაოზე, თვლემარე გველეშაპი, რაღაცა ინსტინქტებში სულ ესე მქონდა, რომ ეს გველეშაპი სულ ძინავს და როდესღაც გაიღვიძებს და მართლა ესე აღმოჩნდა და მივალ მის გაღვიძებამდე. დევდორაკი არის მყინვარი, რომელიც ძალიან აქტიურია, იმიტომ რომ მყინვარწვერის მთელს კავკასიაში ყველაზე დიდი რელიეფის ენერგია, ანუ ვერტიკალური ვარდა, მოკლე მანძილზე ყველაზე დიდი და ყველაზე დიდია კავკასიაში, ანუ დარიალის ხეობის, ანუ სადაც კისწინკა, ანუ ხდის ხეობა უერთდება თერგს, აი მაგ ადგილიდან მყინვარწვერამდე 4100 მეტრი, 4 მეტრია და ყველაზე მოკლე ვარზილა ყველაზე დახრილი. ანუ იქ რაც არ უნდა დადო, ყველაფერი ჩამოვარდება და ყველაზე უფრო პირველი, ყველაზე უფრო სწრაფად და ყველაზე უფრო მძიმე. 1700-იანი წლებიდან არის ცნობილი. 77 წელს არის პირველი აღწერილი და იმის მერე არის 12-ჯერ ჩამოსული და 1826 წელს პუშკინმა გაიარა მოხევეების მიერ გამოთლილ იმაზე, რა ქვია, თუ 21-ში არ მახსოვს, არ შემუშავოს, გამოთლილი ბილიკი იყო, იმიტომ 3 წელი ჩახერგილი იყო ყინულით და მასით თერგი, ტბა იდგა, მაგრამ იწრიტებოდა, გზა ვერ გადიოდა და ის დღესაც ჩანს ის კვალი. და პუშკინმა რო გადაიარა, დაწერა პოემა აბვალ. და მაშინ იყო აბიხის მიერ შემდგარი კომისია 1891 წლამდე მუშაობდა მერე მოგვიანებით და რომელიც დაიშალა, იმიტომ რომ აბიხმა დაწერა, რომ სახელმწიფო მოხელეებიო და ჩართული ისინიო, უწყებებიო, სტეიკჰოლდერები რა დღევანდელი ზარმაცობენ არ დადიან კომისიის ხდომაზეო და მე ვტოვებ ამ თანხმობას. ერთი და იგივე ხდებოდა მუდმივად ადამიანი. და 2014 წელს რო ჩამოვიდა კადრი ვნახე, ძალიან საინტერესო იყო, სავარჯიშოდ მივდიოდი საფრენად და იაგო კაზალიკაშვილის კადრი დაიდო Facebook-ზე და შოკში ჩავარდი, იმიტომ რომ მთელი ეს ცოდნა, ჩემი პროფესიული, ლიტერატურული, როგორი ჩამოდიოდა ეს, ასე თქვა, დევდორაკი, როგორ ხერგავდა ამ თერგს და მე ეს მეორადი პროცესი უფრო უარესი, რომელიც ანგრევს ამას და იმამდე რა ქვია, ვლადიკავკაზამდე მეორადი ვარცოფის სახით ჩადის, ეს კასკადური პროცესია. ხო, ერთხელ ხო დაანგრია ვლადიკავკაზზე 30-იანი. აი ეს ყველაფერი მქონდა თავში წარმოდგენილი და უცებ Facebook-ში ხედავ ჩემი წარმოდგენების საუკეთესო ვიზუალიზაციას, იაგოს გადაღებულ ფოტოს, დევდორაკის ზემოთ გველეთის თავიდან ეს ყველაფერი ჩანს. ეგრევე ჩავთე, აი ჩამერთო ალარმი და ვისაც ვიცნობდი მინისტრი, პრემიერი, მეგსაგზაო ისა ყველასთან დავრეკერო ხალხო, ეს არ არის რაღაცა ჩვეულებრივი ის რიკოძე რო ღვარცოფი ჩამოდის ან ისა რა ქვია, კახეთში ღვარცოფი არ რიკოძე მეწყო. მოკლედ ავტეხე დიდი ამბავი და მე მიხვდნენ რომ სწორე ვიყავი და შევფრინდით რაღაც, მოკლედ დაიწყო მთელი კვლევა და ეს არის 2014 წელი და იმ წელს ჩამოვიდა 3-ჯერ პატარ-პატარა ისინი, მაშინ ახლა 6 მილიონი კუბამდე ჩამოვიდა დიდი მასა რა, 2 მილიონი ყინული, 4 მილიონი ესა რა ქვია, კლოვანი მასა. და მერე კიდე ჩამოვიდა და რა მოხდა, ესე იგი 100 წლიანი ალბათობები უცებ. ყველანაირი ალბათობების სქემის მიღმა დაიწყო ფლუქტუაცია და რას ნიშნავს, თუ კავკასიას გრძნობდა ხედავ, ესე იგი აქ თუ გახშირდა ეს ნიშნავს, რომ სადაც არ იყო, ახალი კერა გაჩნდება. და ზუსტად ესე, რაჭაში, მესტიაში, იმაში, რა ქვია, ჭუბერში, ანუ აი ესეთი სულ ამას ესე ვახმოვანებ ხოლმე. აი დევდორაკი იყო ესეთი ტემპით, ტუნ და უცებ მერე დაიწყო, ტუნ, ეს აგრძელებს, ტუნ, ახლები გაჩნდა. აი დაახლოებით ესეთი ის არის რა. ანუ მივედით იმ მომენტამდე, როდესაც გახშირდა და შემცირდა ალბათობები და საერთოდ ალბათობები ახლა შვეიცარიელებთან ერთად და შოუთან მივდივარ სწორედ ამით. მივედით იქამდე რომ ალბათობების გათვლა უკვე აღარ მუშაობს.
ალბათობები არის რა? ქვეყნის ეკონომიკურ, ფინანსურ შესაძლებლობებთან დაკავშირებული ზღვარია. მდინარე წყალმოვარდნის და წყალდიდობის დროს რაღაც დონემდე ხო იწევს. ამას შენ საზღვრავ ჰიდროლოგთან და გეოლოგთან ერთად, ისტორიული გამოცდილებით და გეომორფოლოგიური ანალიზით და ჩამონადენის და ჩანაწერები, რაც უფრო მეტი გაქვს უკეთესია, რაც არაპირდაპირ ინდიკაციით თვლი, რომ აქ ყველაზე დიდი ჩამოსულია მაგალითად 100 წლის წინ და მოდი ეს ხიდი ახლა ავაშენოთ იმხელა, რომ 100 წელიწადში ერთხელ რო ჩამოვა, რომ იმას გაუძლოს. ზოგან შეიძლება ძალიან კაფეოდ ჩანს, რომ 300 წლიანი ალბათობა მნიშვნელოვანია და ამიტომ ფული თუ გაქვს, მოდი ცოტა უფრო მაღალ ხანჯებში დავაშენოთ. ვაიონტის კაშხლის მერე ყველამ და იტალიაში გადავიდნენ 400 წლიან, მაგრამ იტალიას ეკონომიკა აქვს და რას ნიშნავს, რაც უფრო მაღალი ხიდია, უფრო ისა რა ქვია, ძვირია, რაც უფრო მაღალ ხო და ამაზე გადაბმული და ჩვენ ეს საინჟინრო პოლიტიკის ახალი, ასე ვთქვათ, ჩარჩოები შექმნილი არ გვაქვს. მოდის საბჭოთა ან ევროკოდებით და ამის ტრანსფორმაცია არ ხდება და ძირითადად ახლა საბჭოთა სნიპებით მუშაობს ყველა და ვიღებთ 100 წლიან ან 300 წლიან გადაწყვეტილებას. და რას შვებით, როდესაც კლიმატის ცვლილების გამო დაჩქარებულად ხდება ის პროცესები, რომელზეც 1000 წლიანი ალბათობა იყო მოაზრებული. ამიტომ შვეიცარიელებმა გადაწყვიტეს და დაარქვეს ამას ივენთები. ანუ აი ამ ალბათობების მიღმა არის ივენთები. კარგი სახელი. აღმოჩნდა, რომ ივენთები უკვე ისე გახშირდა, რომ საერთოდ დილემა დადგა ალბათობების რუკებსა და ივენთ რუკები ვავაკეთოთ თუ ალბათობები ვავაკეთოთ და ეს დილემა დგას მთელ სოფლიოში. ეხლა ჩვენ გაეროს განვითარების პროექტის პარალელში გავაკეთეთ რაღაცნაირი მატრიცა, სადაც სხვადასხვა 7 ძირითადი საფრთხის მიხედვით დაიყო რა ტიპის რუკები, საფრთხეების რუკები უნდა იყოს, რა მასშტაბების, რა თანმიმდევრობით უნდა გაკეთდეს და მარტო ალბათობის რუკები არ არის, ივენთ რუკებით შემოვიდა, ანუ შენ პრაქტიკულად უკეთებ მოდელირებას, რომ თუნდაც აქ არასდროს არ მომხდარა ემანდ რომ მოხდეს, სადამდე რა ჩამოვა. და შესაბამისად შენ გაქვს ალბათობები, უნდა გქონდეს ალბათობების რუკები და ასევე ივენთ რუკები, რომლითაც შენ გეცოდინება, რომ შეიძლება დაბალი ალბათობაა ჩამოსვლის, მაგრამ თუ ჩამოვიდა, აქაც ეს მოხდება. აი ესეთ არეულ სიტუაციაში შოუამდე რომ მივიდე, შოუში რაც მოხდა, ეს იყო 1000 წლიანი ალბათობის პროცესი. ვერც ერთი ვერც სტალინური პერიოდის, ვერც საბჭოთა პერიოდის და მით უმეტეს არც შემდეგი პერიოდის, ანუ ამას ვერც ერთი მშენებლობა და გეგმარება ვერ განჭრეტდა. შეიძლება და თუ არა რამე გაკეთებულიყო, ეს არის პოლიტიკური და სოციალური დაკვეთის კითხვა და თერთუთელი მემფიქრო მეცნიერებას თუ არა ესეთ ზედაპირულ კითხვებზე პასუხი, ეს ნიშნავს, რომ ან მეცნიერი არ ვარ, ან მეცნიერება ტყუილად არის, ანუ საბოლოო ჯამში უნდა მიხვიდე აი ამ რაღაც პრიმიტიულ კითხვაზე დასმულ კითხვაზე პასუხი. ესე იგი, რომ ადრე დაგვეწყო, აუცილებლად გვეცოდინებოდა, რომ შოუი არის ერთ-ერთი top hotspot-ი, მაგრამ არ დავიწყეთ და ჩემის აზრით უნდა დაგვეწყო ახლა. შვეიცარია რო ყოფილიყავი, დავიწყებდით ანომალიებიდან მოყოლებული 80-იანებად. და დევდორაკამდეც დავიწყებდით, მაგრამ დევდორაკმა რო მოუხშირა და მესტიები და ჭუბერები რო გაჩნდა, აი მანდ მაინც უნდა დაგვეწყო. მანდ უკვე მოგვარტყა. უბრალოდ ჩვენ ვერ აღიქვთ, მე კი აღვიქვი, მაგრამ საზოგადოება ვერ აღვიქვა ეს სერიოზულ სილად და კიდევ მივენდეთ. აი 2014-დან შოუამდე რო ჩატარებულიყო უფრო ღრმა კვლევები, რა თქმა უნდა გვეცოდინებოდა, რომ შოუი არის hotspot-ი. ძალიან ცუდ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ ყველგან განვითარებულ ქვეყანაშიც კი რაღაცად რაოდენობის ადამიანი თუ არ ყვდება, ის საზოგადოება არ იწყებს ფიქრს ძირფესვიან. მოკლედ, მომავალი ღირს ადამიანის რაღაცა სიცოცხლე რა. აქედან გამომდინარე, ჩვენთან ბოლო პერიოდი ეს 20, 30, 40 კაციანი, ასე ვთქვათ, სიკვდილის მატარებელი ივენთებია რა. და მაინც გვიჭირს. ვაიც სულ ფიქრობ, რა 100 კაცი უნდა დაიღუპოს თუ 200 კაცი უნდა დაიღუპოს, რომ ის რაც მსოფლიო მიხვდა
მთელი მუღამი ხო ეგ არის რომ სხვისი შეცდომები არ გაიმევა, მაინც შენ უნდა დაუშვო. დაუშვი ხა ველოსიპედს რო სწავლობ, შენ უნდა დაუშვო ან სრიალს. მაგრამ ეხლა სამოქალაქო ველოსიპედის გაკეთებას აღარ სწავლობ, ხო? იმიტომ რომ გაკეთებულია უკვე არსებობს. რა ისქენ. შესაბამისად ამ კონკრეტულ მომენტში შოუში რაც დადგენილი ცოდნა მიგნება და მიდგომა იყო, იმით ამას ვერავინ ვერ განჭრედა და მაგრამ სხვა გადააზრებით რომ დაგვეწყო ჩვენ საქართველოში მუშაობა 2000-იანებში და მით უმეტეს დევდორაკის მერე რა თქმა უნდა მივიდოდით რომ შოუი არის ჰოტსპოტი და შოუის გარდა არის კიდე სხვა ჰოტსპოტი და ეს როგორ გაკეთდა აი ამ შოუის მერე შვეიცარიულ პარტნიორებთან ერთად ძალიან მაგრები არიან ეს გეოტესტია კომპანია მთელი ეს კავკასიონი საქართველოს საზღვრების ფარგლებში აფხაზეთიდან თუ შეთანხმდე გამოვიკვლიეთ სკრინინგის დონეზე ძუძუ სიმსივნის მსგავსი სკრინინგის დონე ანუ ეს არ არის ზუსტი მაგრამ ეს არის სწორი ჰოლისტიკური და პირველი დონის მიდგომა რომ შენ ესე კი არ უნდა დაძდევდე ყველა ხეობას პირდაპირ რადარი და ვერაუხვალ ვერც ერთი ვერაუ შენ პირველად აკეთებ სკრინინგს და ავლენ პირველ ცხელ წერტილებს. მაგრამ ამით სკრინინგი არ უნდა გააჩერო, იმიტომ რომ თუ პირველადი სკრინინგით მიიღე შენ 5 კონკრეტული ცხელი წერტილი, იმ სკრინინგს რო აგდელებ, მე შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ამ 5-დან 2 აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შემდეგი სხვა 3 გაჩნდა. და აი სულ ამაში უნდა დარბოდე. თუ გააჩერე სკრინინგის, ეგრეთ წოდებული მონიტორინგის პირველი ნადირობის და კვლევის ნაწილი შენ რო დააყენებ მაგალითად დევდორაკზე არ ნიშნავს რომ ხვალ შეიძლება არ აღმოჩნდეს სხვა რომელიმე ხორბალოზე თქვა ანუ ეს ხო თანაფარდობაში აქ არ არის ლაპარაკი აბსოლუტური მოსე შენ გაქვს ეკონომიკა შენ გაქვს ამდენი ფული შენ გაქვს საბოლოო ჯამში მიდიხარ როგორც მედიცინაში ტრიაჟამდე გაქვს ერთი საწოლი და 2 პაციენტი ვის წაწვენ ანუ გაქვს ამდენი ხეობა და საერთოდ მანდაც საინტერესოა აი თუ მიიღე 100 და პუნქტი რომელიც ცხელი წერტილია პირველი 10 უნდა თქვა თუ პირველი 5 აი როგორ იღებ გადაწყვეტილებას ესეც ეს წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება ეს პარლამენტარმა უნდა მიიღოს მინისტრმა უნდა მიიღოს მთავრობა უნდა მიიღოს რომ პირველი 10-ის მერე ჯერ არაფერს ვაკეთებ თუ პირველი 3 აქ მიდიხარ უკვე რამდენი ფული გაქვს რამდენი ჯდება რა უფრო ღირებულია და ძალიან რთულ ალგორითმებამდე მიდიხარ მოკლედ ეხლა აი ამ სკრინინგის დონეზე რომელიც 2023 წელს გავაკეთეთ გამოვლინდა 5 ცხელი წერტილი არ გაგვიკვირვებია ამ ცხელი წერტილის ადგილები იმიტომ რომ ყველა ცნობილია და მათ შორის შოვი არის ისევ ცხელი წერტილი კი იმიტომ რომ ის რაც ჩამოვარდა იმან ძირი გამოუცალა დანარჩენ მასებს რომელიც ერთი თავიდან ადგილზე რო ვიყავი გვეგონა რომ ძირითადი მასა ჩამოვიდა და მაგალითად 2/3 ჩამოვიდა და 1/3 დარჩა. ვიზუალურად ესეთი აღქმა მქონდა. გიგანტური მასა იყო მართლა. აღნიშნა რომ პირიქით არის. კიდევ უფრო მეტია და კიდევ უფრო მეტი კერაა. აი, ეკონომიკური ხალხებია, შეასხა. გამოდის რომ შეაგროვა ცოტა პერმაფროსტის, ცოტა ცოტა მოალი, ცოტა ხახუნი. ხო. მაგის ქვემოთ რომ მოდიხარ და ხედავ ესე განივად რო არის მორენა. ხო. ხედავ? ის გააზრება. დანაც გაიფანტა რამდენიმე ნაკადა და აი ესე წამოვიდა. და იმიტომ გააჩინა ეს გვერდულად პერპენდიკულარული მორენა. ესე გიგება. 1500-ზე ვარ და აი ამ იმაზე რა ქვია გვერდზე მაგრად ჩანს უკვე სერიოზული ინერცია აქ აღებული ღვაწლობს უკვე ჩამოყალიბებული სხეულია და ეს ბოქსლეისავით უკვე იმ ფერდზე ასული აი ძველი ნაზვავარი ამოგლესილია ის გადახვეტილია და რაც გადახვეტა იმით აი სხეობა ამოგლისა აი კარგად ჩანს იქა აი ეს არის ამოგლესილი და აი ესე მე გაგძელდა მე აქ დაკარგა ენერგია გასწორდა გაიფანტა და მე ისევ შეიკრა ყველაფერი და ვიწროფ ჩავიდა აი თუ მიაყურადებ კამერას ძალიან მაგარი ამოგლესილია აი კარგად ჩანს ეს ყველაფერი ამხელა ენერგია აქვს უკვე ესე იგი აქ სადღაც
30-40 მეტრის სიმაღლის სხეული მოდიოდა უკვე როგორც ერთგვაროვანი ნაკადი რა. $3,850-ზე წორვალი ჭანჭახის ძირში ვარ, ეს არის უბას პირად დიდი სასწინო არის ორი შენაკადის შორის თხემზე. აქ ამოვედი სპეციალურად, იმიტომ რომ აი ეს არის მოწყვეტის, კლდეზვავის მოწყვეტის არეალი საწყისი ზონა, საიდანაც დაიწყო მთელი ამბავი. აი ჩანს როგორ არის მასალა, რადგან ნაწილდება და აი ხა ვერცფრენის ხმაც რო გავა ყოველ წამში ისევ ცვივა ქვები და თუ დააკვირდებით, აი ახლოს რომ მივზუმოთ, უკვე კიდე არის დაკიდებული ქვები, ამოფიტული, რა თქმა უნდა, ძირითადი მასა მოწყვეტილია, მაგრამ ზემოდან თავზე კიდე კიდია. კარგად ჩანს ტექტონიკური რღვევები, აი ეს არის პირდაპირ, აი ყველაზე ერთ-ერთი აქტიური დაშლილი ადგილია და თან ზღვარზეა. მუდმივი მზრალობის, სეზონური მზრალობად გადასვლის, კლიმატის ცვლილების გამო და დათბობის გამო, უბრალოდ დათბობის გამო და კლიმატის ცვლილების გამო წვიმარი უკვე ამოსული, მყინვარები უკან იხევს და ფრონტის ხაზი, აი ხა ვდგევართ აი ამ ფრონტის ხაზი და მთელი ეს ფრონტის ხაზი გვიგრძელდება მთელი კავკასიონის სამხრეთ ფერდის გასწვრივ და სამწუხაროდ აი ესე შოვისნაირ დასახლებების თავზეა. Organ ესეთი ადგილი და კარგად ჩანს შოვი და ის ტრაგიზმი მთელი ამორცობის აი დავლოვინდა მიდის და ამიტომ შოვი და გლოვაც მიდამოები თვითონ ხა ესე სოფლებს ვერ ასახელებ ხა ვერ იტყვი მიდამოებს ვიძახით იმიტომ რომ აი ამ 5 hotspot-ის უკვე შემდეგი ეტაპი არის სკრინინგის მერე უნდა დეტალურად გამოიკვლიო იმიტომ რომ შეიძლება რაღაცას შეგეშალოს კი არა ზუსტად ვერ დაადგინო ანუ სკრინინგიდან პირდაპირ დიზაინზე ვერ გადადიხარ, ანუ მე უნდა გააკეთო კვლევა უფრო ზუსტი. ანუ რისი, სად წავა ეს მასა ვთქვათ, როდის ვიცით, მაგრამ უკვე ზუსტი კონფიგურაცია უნდა მოხდეს აი ამ გამოყოფილ top hotspot-ზე და ის უკვე ზუსტია, იქ უკვე ზომა, რა ტიპის შეტყობინება გინდა, შეიძლება რაღაცა ნაგებობამ ასე ვთქვათ ასხლიტოს თუმცა ეს ისეთ მასებზეა საუბარი, რომ აქ ძალიან რთული წარმოსადგენია, მაგრამ თუ სოფელი შორსაა და მხოლოდ ეს ხო რა არის კასკადია, მოწყდა კლდეზვავი, რომელიც ეჭირა ყინულს, ყინული აღარ იჭერს და რა დარჩენილი ყინული, რომელიც არ არის საკმარისი კონსერვაციისთვის, რომელიც ბოლო შემადუღაბებელია, ხო, ფაქტობრივად 1000 წელი ეჭირა ტიპს, ბოლო გამყინვარებიდან, ხო, ეჭირა. და ის რომ მოდნა მივიდა კრიტიკულ მომენტამდე, რომ ვეღარ იჭერს და ძირითადად წყდება კლდე. ყინულთან ერთად იზილება წამებში გადადის milkshake-ში. აი milkshake-ს მაკდონალდში ცოტა უფრო მძიმე და მოდის რამდენიმე მილიონი კუბი შეიკი დაახლოებით 200-დან 250 კმ/სთ-მდე სიჩქარით. აი ესე ბობსლეის აკეთებს. ესეთი ბობსლეის ტრასებია, სხვათა შორის დევდორაკის და შოვის ტრანზიტის ზონაში ორივეგან აი გეგონება ხო იცი ის რო არის. აი ესეთი ხო სერიული მკვლელები რო თავის იმას ავტოგრაფს ტოვებენ, აი ზუსტად ეგეთია ორივე არის აი ესეთი ბობსლეი. ანუ ეს იმას ნიშნავს რომ მანდ უკვე იყო მსგავსი რა. იმან გააკეთა ეს ტრასა. იყო ზედ მყინვარის ზენასთანვე უკვე ნაკადი. უკვე ნაკადი იყო და ჩამოვიდა და 12 წუთი დაჭირდა. ეხლა შეიძლება ეს ხო და ეს არის კასკადი რა, იწყება კლდეზვავით, გრძელდება რაღაცა ასე ვთქვათ ფლუვიალური ღვარცოფით, მერე გადადის ჩვეულებრივ ღვარცოფში და მერე ბოლოს სადღაც გადადის წყალდიდობაში. ამიტომ ის დასახლებული პუნქტი ამ ჩამოვარ კერიდან რა მანძილზეა
და რა ტიპის ამ ყველაფერს ქვია კასკადი, რა ტიპის ფენომენი არ ყავს იმის მიხედვით საზღვრავს შეტყობინებასაც, ნაგებობასაც, გადასახლებასაც. ხიდებსაც და ყველაფერს. მაგრამ მასები იმხელაა, რომ მე შიში მაქვს, რომ ჩვენ მივალთ რაღაცა რომელიღაც სოფლების იმამდე და ეხლა გადასახლების საკითხი შვეიცარიაში ძნელი, არავინ არ ტოვებს სახლებს. უბრალოდ მე რჩები ამ რისკის ქვეშ და ის რა თქმა უნდა მე მოქმედებს ეკონომიკაზეც, ტურიზმზეც, ადამიანის ფსიქოტიპზეც, მე ზოგს ეს ავიწყდება ისევ შედის და მე ტრაგიზმია რა, ნილოსის ისა რა ქვია, ეგვიპტის ისტორიის ნაწილია რა, ერთადერთი წყაროა შემოსავლის პირველ ტერასაზე. თესავ ცხოვრობს ოდის კლავს და ნუ ამონრას იმას შვები რა ქვია. გოცა და რა მაინტერესებს ამ ხუთი ჰოტსპოტის ამ ცხელი წერტილის დასახელება შეიძლება თუ კი არაფერი ისე ანუ დასახლებული პუნქტის სიზუსტით ვერ ვიძახით ეს იმიტომ რომ შემდეგი ეტაპი არის ზუსტი მაგრამ ეს არის ყაზბეგი სტეფანწმინდა გერგეთის მიდამოებზეა საუბარი ეს არის მესტია ანუ სტიმარები რომლებიც ძალიან ინტენსიურად ანუ მესტია მულახის კლასტერი და ეს არის ჭუბერის კლასტერი რა და რაჭის კლასტერი ანუ ყველგან აქ ყოველთვის რაღაცები ჩამოდის ეხა უნდა გაიზომოს უბრალოდ ეს სოფლებამდე როგორ მივა და რა ტიპის შესაძლო ჰიპოთეტურ ნებს მოგცემს აი როგორც ივენთების დონეზე ასევე ალბათობების დონეზეც ეს არის შემდეგი ამოცანა რა და იმედია ეს არის ერთადერთი თემა სადაც მე ვალდებული ვარ რომ ვითანამშრომლო ყველასთან იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლეზეა და ჩემს რაღაცი პირად მასე არაფერია. ხო მე მაყურებლებს მინდა დავასრულო ხა იმიტომ რომ იქნება ეს კითხვა აუცილებლად შეიძლებოდა თუ არა ვთქვათ თავიდან აგვეცილებინა ამ ხელა ტრაგედია შოუში ეხლა ჯერ შოუზე რო ვილაპარაკოთ. აი თუ იყო რაღაცა მექანიზმი ვთქვათ, ნუ იქ წინასწარი შეტყობინების ამბავი რო არ იყო ეს მე მგონი ვიცი არ იყო ხო მე ეგრე ვიცი. არა, არ იყო, ვერ იქნებოდა, რატომ ედინებინა ვერავინ არ იყო ჰოტსპოტებში და იმიტომ. ხო, არც ჰოტსპოტებში იყო და მანამდე რომ რაღაცები ჩამოდიოდა, ისინი ყველა ისეთი იყო, რომელიც არ იყო ნიშანდობლივი და ვერ გაარკვევ, მაგით ვერ დაადგენდი, რომ ეს ესეთი რამე მოხდებოდა. ადრე რომ დაგვეწყო კვლევა, ხო გეუბნები 2000-იანებში და თუნდაც დევდორატის მერე, ეს რა თქმა უნდა განჭრეტადი იქნებოდა. მანდ როგორ არის, ესე იგი არის საფრთხე, რისკი და სამაშველო პროცესი ოპერირება. საფრთხე თუ კარგად გაქვს შესწავლილი, რისკი გაქვს კარგად დადგენილი და საოპერაციო ნაწილი არის ამის მიხედვით მორგებული. ზუსტად იცი, რამდენი ბათინგი გჭირდება, მაშველი, ვერტფრენი, სად, როდის და რა პირობებში. და როდესაც ეს არ აქვს, არც ეს გაქვს. აქ რაც არ უნდა გქონდეს, ვერასდროს ვერ მოვასწრებ ამ ყველაფრის კეთებას რა. ამიტომ შოუში ვის უნდა განეჭრიტა, რომ იმ წუთას იქ ყოფილიყო ვერტფრენი. აი შეიძლება გვერდით ხეობაში მომხდარიყო. ეგ ახლა ტყუილი ეგ არის სპეკულაცია. მაგრამ ცუდი ბათინგი, ცუდი ვერტფრენი დააგვიანა, არ მივიდა, დაეზარა და რაღაცა ეგ ახლა სულ სხვა საკითხია, მაგას გამოძიებები თუ დაადგენენ და ესე ვიღაცა თუ შეესწრო და იძახის. ანუ აქ წმინდა როგორ გითხრა, პროტოკოლურ იმ მოცემულობებში თუ პროტოკოლები დარღვეულია, დანაშაულია და იმ მოცემულობებში თუ პროტოკოლი არ არის დარღვეული, დანაშაული აქ კი არ არის. იქ არის დანაშაული, სადაც ვიღაცამ არ დაიწყო თავის დროზე ამაზე ფიქრი და რაც უფრო ვიღაცამ თავის დროზე არ დაიწყო, ეს ძალიან კოლექტიური დანაშაული ხდება რა. მთელი პარლამენტი არის დანაშაული ყველა, ვინც ვერ მიხვდა რომ ან რომ მოდი ამას მივხედოთ და ბიუჯეტი რატო არის გადანაწილებული. ახლა ცოტა დემაგოგიამდე შეიძლება მივიდე თამაში, მაგრამ რეალობა ეს არის რა. არ ვესინჯები, არ მკურნალობ, რენტგენზე არ დავდივარ, არავის არ ვაკეთებ და მოვკვდი. და რისკან მოვკვდი და პაჰოდუ იმას რა ქვია, გაკვეთას არავინ არ მიკეთებს, იმიტომ რომ ისიც კი არ მინდა გავიგო, რითი რომ მე ჩემშულებს გადავწ. ანუ ეს რაღაცა ჩვენი თვისებაა რა და მე რო ყდება უი ვიღაცის ბრალი. რა თქმა უნდა ვიღაცის ბრალია, მაგრამ რო ჩამოთვლი ვისი ბრალია. ცოტა შენ შენ საკუთარ თავამდე ხო. ხო, მაგრამ ხო, ამიტომ ეს გასაყოფია რა, რო უხურებ ვიღაცას და უნდა გაუხურო.
თავრობას თუ რაღაცას. უნდა იცოდე რა სეგმენტში უხურებ და სად შეიძლება იყოს მისი, ასე ვთქვათ, ისა რა. ხო, ნუ იყო საუბარი იმაზე, რომ ვთქვათ, იქ ისევე როგორც ვერესხეობაში იქ არ უნდა აშენებულიყო ვთქვათ ის კორპუსები და ის პანსიონი. ხო, ვერესხეობაც კი. ხო, ნუ ვერესხეობაშიც როგორც მე ხვდები, მანდაც იქნებოდა პროტოკოლური ამბები, იმიტომ რომ რა ვიცი რა, გონია რომ იყო დრო, რომ უფრო ეფექტური ყოფილიყო სამაშველო. მაგრამ ახლა ვერ ავიღებ ჩემ თავზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 10 წელი გავიდა ვერესიმიდანაც პრინციპში აგერ იყო, ხო 10. კი, მე დატბორვის ზონაში ძალიან ბევრი შენობა აშენდა ისევ. მან ხო როგორ არის? არის მისაღები რისკი და მიუღებელი რისკები. ანუ რისკის ზონაში, აი ეს ალბათობების რისკის ზონაში, წითელ ზონაში არ უნდა ცხოვრობდე, მაგრამ გზა შეიძლება გადიოდეს. იმიტომ რომ ზის გადაკეთება შეიძლება ბოლოს და ბოლოს ხო? ზოგ შეთხო და შენი მობილობა ის არის ისეთია. იგივე მთაში მეწყერზე სახს ვერ ჩადგავ, მაგრამ ტურისტულმა ბილიკმა შეიძლება გაიაროს. ან მაგალითად მეწყერზე იყოს არა დასარჩენი კაფე ტერასით. თუ დაიძრა რაღაცა დგები და ასწრევ გაქცევას, მაგრამ შენობას ვერ დადგავ. აი ეს დასაშვები და არადასაშვები რისკების მიხედვით ვერესხეობა საერთოდ არ არის გააზრებული და ყველაფერია რა. მიშვებულია უბრალოდ. ეს ჩვეულებრივად იქცა სამწუხაროდ ესეთი რაღაცები. კიდე ერთი ძალიან საინტერესოა ისა სუფთა სამეცნიერო კუთხით, ესე იგი, შენ კარგად გემახსოვრება, საქართველოში სულ 4 ეგრეთ წოდებული მიძინებული ვულკანი იყო. შესაბამისად, საქართველოს გეოლოგიის ფაკულტეტზე ვულკანიზმს არ ასწავლიდნენ. იმიტომ რომ იყო ერთი დიდი საბჭოთა სისტემის განათლების ნაწილი და ვულკანიზმი, ხო იცი, გადანაწილებული იყო რა, პლანოვან ეკონომიკას ამბავში, ვულკანიზმი არის კამჩატკა. კამჩატკა, ხო. ნავთობი არის ციმბირში. გაზი არის კვინო. არა, ეგ. მინოდაჭი გარდაში. ხო. ან აი ზუსტად ესე ჩვენთან რახან მუდმივი მზრალობა ძირითადად იყო უზურპირებული, ანუ ტუნდრის და ტაიგის ლანდშაფტის მუდმივი მზრალობით, საქართველოში მუდმივი მზრალობის სპეციალისტები პრაქტიკულად მე არ მასწავლე, კი, იყო კურსი მუდმივი მზრალობის, მაგრამ სულ იმაზე რუსული წიგნები იყო და ციმბირი და ისა რა ბორეალურიდან დაწყებული ზემოთ იქამდე. საქართველოში პერმაფროსტი კი ესე რაღაცა გავლით გვაქვს, მაგრამ საბაგიროების დაყენება რომ დავიწყეთ აი ამ თეთნულდები, გოდერძები და ისა საძელე. ხაწვალი. ნუ ხაწვალი დაბალია, აი ხაწვალი დაბალია, ხო. 3000-ზე სადაც ძირითადად ეს არის თეთნულდი და საძელე 3200, 3100. ნივალური. კი, ეგ ნივალურ ზონაში ეგრევე მოყვება იმის საბაგიროს წარმოების ავსტრიელი იქნებოდა თუ ფრანგი იქნებოდა პერმაფროსტის ან მუდმივი მზრალობის ანგარიში. მოდი ესე რომ ერთმანეთს შეხედავ და რა ვიცი და მან რომ მიყვები და რომ ნახა რომ არც ერთი შენობა არ აქვს ერს. პრაქტიკულად იმისი გერგეთის მეტეოს გარდა მაქსიმაღლეზე საინჟინრო გადაწყვეტა არსად არა გვაქვს. ამ დროს ვაყენებთ სადგურს, რომელიც კი არის პატარა ბეტონი, მაგრამ ნუ არ უნდა დაждდეს, იმიტომ რომ საბაგირო ტროსი უნდა იყოს მილიმეტრებში. ამას წამოყვამ, კი იქ სადღაც ელექტროგადამცემი ხაზები იყო, არ იყო, მაგრამ ნუ პერმაფროსტი არ იყო ესეთი დამკვიდრებული. მოკლედ ეს ამდენი რატო ელაპარაკია მუდმივ მზრალობაზე. ყველა ამ კლდეზვავის, დევდორაკის, შოვის და სხვის ჩამოვარდნის მთავარი პრობლემა, გარდა იმისა, რომ მყინვარებმა დაიხიეს უკან და აღარ იჭერს მყინვარი ბორტებს ხეობის, მყინვარმა უკან რო დაიხია ამ ბორტებიდან მასალა ჩამოიყარა და ყრია, ამას ქვია ინერტული მასალა, პრაქტიკულად ეს არის ის საზრდო მერე წყალით ზღვარცოფად. მაგრამ ესეც არ არის მთავარი. მთავარი არის, რომ ის ყინულოვანი მასები, რომელიც შემცირდა, აღარ იჭერს კლდეებს და ისინიც ცვივა, მაგრამ დიდი მასები ჯერ არ ჩანს, რომ ამის გამოა, გარდა მყინვარწვერის ამაგას მოყვები, რატო? და რაღაცა იწვევს აი ამის, ასე ვთქვათ, ბუსტინგს. შოვის კვლევის დროს აღმოვაჩინე ფრენის დროს, ფოტოც მაქვს, მე მოვნიშნა რომელია. აი როგორც გიждდებოდი ბავშვობაში კექსები რო იყო ქიშმიშებით.
აი წარმოიდგინეთ მთელი კავკასიონის ქედი აი ესე არის ქიშმიშებით გაყინული წყლები. აი როგორც კახეთში ლინზები თითქოს ხო? ლინზებად. ჩვეულებრივი გრუნტის წყლები არის ყველგან. უბრალოდ ნივალურ ზონაში ის იყო მუდმივად გაყინული. აი ეს არის პერმაფროსტ, ანუ მუდმივი მზრალობა. ხო. იმაში რომ ვარდება გაყინული მიწა ეხლა რო იწოდეთ. მიწა ხო, აი იმაში თუ იგივე ტუნდრაში რო გვასწავლიდნენ, საინჟინრო გეოლოგიის ნაწილია რომ შენ გამოიკვლიო არის თუ არა მუდმივი მზრალობა, რომ იმიტომ რომ მე რო ააშენებ, შეიძლება ჯდომა განიცადოს სეზონურ პერიოდში. აი თელს ამ კავკასიონზე, აი ეს მუდმივი გამყინული ქიშმიშები იწყებენ უფრო მეტი დოზით გალღობას ზაფხულში და ისევ გაყინვას და წარმოიდგინეთ დონკრატების ფუნქციით მუშაობა. ხო. და რაღაც მომენტში გახეთქავს, ხო? ხო, და რაც თავარია, წვიმის ხაზი ავიდა ზემოთ. ანუ კოკისპირული წვიმები სადაც თოვდა, ეხლა წვიმს. კი, 1500-ზე, 2000-ზე, ესე იგი, ყინული წავიდა, ბორტებიდან ჩამოიშალა და გათავისუფლდა, კონსერვი ყინული მოლღვა, ამათ ასე ვთქვათ, აღარაფერი არ იჭერს და შიგნიდან დონკრატებით მუშაობს ეს ქიშმიშები ცხელ დღეებში. მეტი რაღა გინდა, ხო? და ეს ყველაფერი, აი ეს თელი, ესე ვთქვი, აი ეს სიმფონია არ მომხდარა 15000 წელი. ბოლო გამყინვარებიდან მოყოლებული. ეხლა და იმიტომ რომ 15 კაი შეიძლება ვწდები ვინ როგორ გავზომე, მაგრამ 2000 ყველაზე კაი ინდიკატორი არის ისტორიული სოფლები. 2000-1500 წლის წინანდელი სოფლები, როცა იქ ხო. და იმის ქვეშ რო ჩადიხარ და რო ჩიჩქნი ხო ადგები არქეოლოგიას, ხო? დავანებოთ მყინვარებს, ყველა ეს დელუვიური გამოზიდვის კონუსები, სვანეთში, რაჭაში, ყველა ეგ არის, ხო? ანუ ეს არის გრძელვადაში ძალიან ისეთი ალგორითმი რა, მოდიხარ, ცხოვრობ, სარგებლობ, ბუნება გბრიდავს, მე ისე მოდიხარ, ცოტა თუ ჭკუას ისწავლი, სხვაგან გადიხარ, სხვა შორის თუშებს და ხევსურებს აქვს კავკასიაში ყველაზე მეტი ჭკუა ნასწავლი. წყალგამყოფებზე აშენებენ სოფლებს. ჩემი დაკვირვებით და კიდე ბევრი სხვა სპეციფიკა. წყალზე არ ეზარებათ ჩასვლა. მართალი ხარ, ხო, და ამიტომ არც არის ცნობილი ესეთი სერიოზული კატასტროფები, მე არ ერთ-ერთი წერტილი თუ ჰოტსპოტში თუშეთიც არის. ეხლა რო გამოვიკლოთ რომელიც იქეთ ზემოთკენ უფრო ალბათ, ხო? კი, პირიქითაში. ამიტომ მანდაც კი ეს რაღაც, მაგიტომ ვიძახი, რომ თუ არიცი, საერთოდ არაფერი არიცი, თუ შენმა წინაპარმა რაღაცა უკეთესად იცოდა, ეს უნდა გაითვალისწინო, მაგრამ ისე შეიცვალა ეხლა გარემოებები, რომ მის წინაპრის გამოცდილებაც შეიძლება არაფერში არ გამიმუშაოს, ხო? მოკლედ, აი ეს არის ურთულესი რაღაცნაირი, აი ეს ტრაგიკული. ეხლა ცალკე ადამიანის სიცოცხლეები რო არ იყო, ძალიან საინტერესო ამოცანებია რა ესა. პირდაპირ მიდის ეკონომიკასთან, მიწის ფასთან, ტურიზმთან, სოფლის მეურნეობასთან, საერთო ეთნოკულტურასთან, სვანურ ენასთან, შეიძლება გაქრეს, იმიტომ რომ იქ აღარ იყო, ხვდები? იქ რა, ანუ აი სასწაულის მიდის, პროცესი მიდის, აი ვაშლი მოდის უკვე ესეთი გესმის? კომუნისტებმა ძალით შეიტანეს იმაში, რა ქვია, დაბალ ნიშნულზე. მე გავიდა თავისით ალბათ. ხო, მე იქ კონდიციონერები დადგა ყაზბეგში იმაში, ანუ ძალიან სწრაფად მიდის ამაზე ისა. გერგეტის მყინვარი, ამდენჯერ ხარ ნამყოფი დარწმუნებული ვარ, ვეღარ ხედავ. ის ადგილი, სადაც მამაჩემი ფოტოგრამეტრიულად იღებდა, რომ ენის მოძრაობა, იქიდან ენა აღარ ჩანს. დევდორაკი რო ჩამოვიდა, გახსოვს, ჩვენ შევხვდით იქ. კი, იქ ვიყავით. რაუნის ბაზაზე, განვიხილავდით მაშინ, მაგრამ ეს იყო 2014. ეს 2014, ხო. ეს რაღაც უცნაური მინისტრი რო იყო, ის გარემოს დაცვის თუ რაღაცა. ხალი იყო. ხო და აი მაშინ რა მოხდა? იყო მაშინ თითქოს საუბარი, რომ ეს არის რაღაც ვულკანური იყო, რატო ეხლა გეტყვი? ხო, ნუ ყვამლი თუ რაღაცა გამოჩნდა. ყინვარწვერთან რომ მივიდეთ, ხო, ვულკანია, ხო, აი პერმაფროსტს ხო არ გვასწავლიდნენ, ასევე ვულკანსაც არ გვასწავლიდნენ კარგად. ამ დროს ავსე გვაქვს აქეთაც, სამხრეთითაც. კი, ეხლა ვულკანიზმის სწავლა, იმიტომ კი არ მინდა რომ მე სიტყვაზე არ ითქვევა, კაი, არა მაქვს ემპირიული ცოდნა და ლოგიკურია, რომ რატო უნდა დავხარჯო მე ფული ვულკანოლოგიაში. მაგრამ ვულკანური პრობლემები ძალიან დიდია. ეხლა მყინვარწვერი რა არის? მყინვარწვერი არის სტრატოვულკანი. ამოიფრქვა ერთი ტიპის, მერე მეორე ტიპის, მერე მესამე ტიპის, მერე მეორე.
მერე მოვიდა გამყინვარება და დააკონსერვა. და აქ ერთი ფენა არის ძლიერი, მაგალითად დიაბაზი, მეორე არის პიროკლასტიკა რაღაცნაირ დრექჩები. მერე ისევ დიაბაზიან რაღაცა. მერე ისევ, ანუ მძიმეზე სუბუქია, სიმკვრივეზე და მაღალ სიმკვრივეზე დაბალყრივია, ზემოდან უფრო მძიმეა და შენ კონუსის შემქმნელ იმას ამბობ, ხო? კი, ოღონდ ეს კონუსი აქ სამწუხაროდ არის მორიგეობა სუსტი და ძლიერი ქანების. ფენოვანი ნამსხვრევი და ოღონდ ყოველთვის არსებობს მომენტი, რომელიც უფრო მძიმე ადევს, უფრო მსუბუქს. ეგ არის ყველაზე მურტი. ბისკვიტი და კრემის მონაცემები. კი, ხო და კრემი ეს ხვიერი ვეღარ უძლებს ამ დატვირთვას და იშლება და ცურდება დაბლა. ეს ყველაფერი არ ხდებოდა, იმიტომ რომ ყინულს ჰქონდა ესე დაკონსერვებული. და ყინულმა რო დაიწყო, ესე იგი, ბოლო დათბობის დროს, ხმაურა არის, ანუ არ გვახსოვს ჩვენ ხმაურაზე ჩამოვან გერგეტის სტანდარტული მარშრუტი რო არის მეტეოდან. ხმაურათვის რო კაცატყუცია, ხო? ხუცია, მაგრამ პირველი ჩამოვარდნა იქნებოდა მანდ ისეთივე როგორც დევდორაგზე. იმიტომ რომ სამხრეთ ექსპოზიცია და პირველი მოდნებოდა ეს. შემდეგი რომ მოუჭერდა, ანუ ჩამოიცალა მძიმე ქალები და სუსტი ქანების და დარჩა მკვრივი. ეს ისევ დაიჭირა. შემდეგი ხო აღმოსავლეთი იქნება, სითბო რომ მოუმატებს. ანუ წარმოგიდგენო, სითბო არის კონსტანტა, მუდმივად იზრდება. დაიწყება სამხრეთით, სითბო იზრდება, ეს ცოტა დასტაბილურდა. მე წამოვა აღმოსავლეთით, ჩამოვარდება, ეს არის აბანო, გველეშაპი. მერე წავა ჩtildeოეთით. ეს არის წრეს დაარქვავს ფაქტიურად ხო? და სულ გააგრძელებს, ანუ დევდორაკის მერე ეხა ესე იგი სამხრეთი უწევს, ხო, იმიტომ რომ სტაბილიზაცია აირება. სანამ კარტოფილივით არ გაიფრთხნება ეს. მანამდე არ მოჭდება. მანამდე არ დაჭდება. ანუ მე ყველაზე მეტად მეშინია რომ მოვესწრო ადამიანის სიცოცხლეების და ის მიღმა. ყველაზე მეტად მეშინია რომ ყინვარწვერი დავინახო კაბარჯინასავით გამოფიტულ მწვერვალად რა. უთოვლო და უყინვარო. ხო. კი. აი კოლკას ამბავი რომ მოხდა 2000 წელს. კი, ხო და ვულკანზე. კი, იგივე თემა, ოღონდ საინტერესოა რატო ხდება ესეთი აქტიური დებრისინგი და აი ანომალურ პერიოდებში ერთ-ერთი ვერსია იყო რომ ეს ხდებოდა კოლკა და დევდორაკი და აბანო და აბანო თვითონ ტოპონიმიც საინტერესოა თბილი წყლების გამოსავალი ისინია მან. ახლა თრუსოსხეობა მთლიანად ვულკანური გამოვლინებებია ხო? კი და პოსტვულკანური გამოვლინებები და თან ის ვულკანი წერს თეამ რო გაზომა იქ სეისმოლოგებმა იქ პატერნით ეს მიწისძვრები არის პატარა ვულკანური ტიპის ბიძგებია რომელიც ჩვეულებრივი ამბავი არ არის. მაგმის მოძრაობის ხო? კი, მოსკოვის უნივერსიტეტი იკვლევდა და იქ იყო თერმული კვლევები აქვს ჩატარებული და იქ არის ასე ვთქვათ თერმული გამოვლინებები, გოგირდი, კიდე რაღაცა გაზების. ეს გაზები ბევრგან არის, მაგრამ პოსტვულკანის ახასიათებს რა, ეხლა აქ ვერეს ხეობაში არ არსებობს ქვიშაქვებში რო რაღაცა ისიყოს, მაგრამ პოსტვულკანურში არის, იმიტომ რომ ეს პროცესი მიძინებულია, მკვდარი კი არ არის. და ეს კოლკა და იგივე აზაუ ეგეთი surging glaciers ერქვა, ეს პულსირებული მყინვარები, რომელიც ანომალურ იმაში ითვლება. იქაც ვულკანური, ანუ ვულკანიზმი მონაწილეობს რაღაცა ფაქტორად. რამდენად გადამწყვეტი ფაქტორია ბიძგებით, სითბური ანომალიებით თუ აი ამ იმით სტრატოვულკანის აი ამ თვისებით ეს კვლევის საგანია, მაგრამ მე რო შევფრინდი იქ ესე იგი მყინვარის ამ 2 მილიონი ყინულის ვარდნისა 4 მილიონ კლდესთან ერთად 2-3 დღე იდგა ყვამლი. ბუღი ხო რაღაც ხო მახსოვს ეს ფოტოებიც და მე მაგ შესაბამისად ეს ეხა პირდაპირ ვულკანის ამოფრქვევის ის არ იყო, მაგრამ თერმული ანომალია იყო. ეს რეალურად იყო დიდი ხახუნის შედეგად წარმოჩენილი ესეთვის რა ანუ მტვერი, შეიძლება მტვერი. მტვერი ყველაფერი ერთად და კაი ხანს იდგა და ფოტო ხო გაკნანახი გეგონება იფრთხევაო რა, ამიტომ ეხა ფუმაროლასავით არის რაღაცა. სანამ გაერკვევი უნდა ყველა ვერსია დაუშვა და მე გამორიცხვის მეთოდით წამოვა. მით უმეტეს როცა ვულკანთან გაქვს საქმე. ხო, არც ისე დიდხანი. აი ეს პირველი დღეები ფიგურირებდა რომ ამოფრქვევა არა, მაგრამ თერმოანომალია ხო არ იყო, რამაც გამოიწვია ამის ჩამოვარდნა და ეს ყვამლი ხო არ იყო
ამ ანომალიის და მე უკვე დავწუნდით რომ ეს უბრალოდ ხახუნის და მექანიკურად წარმოშობილი მტვერის ტენის კრისტალიზაციის და ბევრი სხვა რაღაცის ერთობლიობა და ეგ ხდება სხვაგანაც შესაბამისად ეს ვულკანის ვერსია არსებობდა, მაგრამ ვულკანური რას ეძახი ხო თუ ბიძგმა გააკეთა ტრიგერირება ხო იყო მე მგონი 4 მაგნიტუდა იყო ხო წინა თუ რაღაცა სერია იყო ბიძგების თუ იყო სერია ბიძგების მოპატარა ერთი კი როგორც მაშინ თქვენ სეისმოლოგებმა ბიძგების სერია იყო კი ოღონდ მან ხო როგორ არის იგივე უფრო ძლიერ ბიძგს შეიძლება მანამდე არ გამოეწვია იმიტომ რომ აი ეს კრიტიკული მომენტი თანაფარდობა სიცხის ყინულის შესუფუთების და გრავიტაციის და რა თქმა უნდა დევდორაკისკენ წავიდოდა, იმიტომ რომ ყველას დახრილი არის მანტრა. მე 2016-ში მოხდა კიდე. 2016-ში მოხდა კი. გუშინ მაგალითად ცირეები. გუშინ ეს იყო წვიმის გამო, რაღაც ნიშნულზე იყო კოკისპირული წვიმა. და ერთდროულად სამი ღვარცოფი გამოვიდა. კარგად ხო გადაღებული, ესე იგი ელოდებოდნენ, როცა არა, ტურიზმი გაიზარდა. ყველა ფოტოთი იღებს. კამერა აქვს და ხო. ყველას კამერა აქვს და ისეთი გადაღებული იყო, რომ მეთქი რაღაცა deep state-ი გვიყურებს. deep state-ის ხო ჩატყობილი ხო არ არის თქო, ხო. ცოტნე ჯიჟდებოდა თავკვეთილზე. თავკვეთილზე იჭყვა ეკეტებოდა. ნუ კლასიკური აი გონია რომ ეხლა ამოიფრქვა, რა გუშინ ამოიფრქვა ხო. და სულ მიგდებდა, სულ არ არსებობდა რამეზე არ გველაპარაკ, არ გავსულიყავით რა ამ ასე ვთქვათ, ბუნების თემებზე, თავკვეთილი ფიგურირებდა და მანგლისში გვაქვს ხის სახლი, კოტეჯი, მანგლისზე ბაზირებთ ხოლმე მიყვარს და გზაზე რომ მიდიხარ სადღაც დიდგორის გადასახელთან მაგ იმაში რა თქო მონაკვეთში ეს ფანჯარაში ჩანს ეს იმის პლატო, წალკის პლატო, აქეთ არჯევანი და აი პირდაპირ აი მანქანის იმის მიმართულებით ჩდება რაღაც 1-2-3 წუთი და მე ისე ვქრება და რამდენი გავდიოდი სულ ფოტოს წარსულში რო ლაპარაკობ ხა ვერხი რამდენი გავდივარ სულ ფოტოს ვიღებ და უგდებ იმას სულ მინდოდა მაგ აბუსამსარის ქედის გავლა ზამთარში რა იმითი სკიტურით და აი ცოტა ისეთ მოარქტიკო ექსპედიცია ხო ეხა აქ კავკასიოზე ადიხარ ჩადიხარ აქ ცოტა დაღლებით შეიძლება დაღლები ხო ცოტა ხო მოკლედ საინტერესო ის არის ცოტა ესე რომ გადაუხვიოთ შენ ცოტნე ახსენე და რა ვიცი ჩვენი საერთოდ კი ვირლია ეს ადამიანი და სხვა შორის ჩემი მაყურებლებისაც იმიტომ რომ ჩემებმა ძალიან კარგად გაიცნეს აი ათასობით ადამიანმა ძალიან ბევრი ნახვები ქონდა ყველა ვიდეოს ცოტნესთან ერთად ინტერვიუსი და მე როცა ცალკე მიუძღვენი მას ერთი ვიდეო იმას კიდევ უფრო მეტი ნახვები ქონდა და ძალიან კარგი კომენტარები იყო და აი მართლა ეხლა სანამ ინტერვიუს დავიწყებდით ვისაუბრეთ კიდეც რომ მართლა რაღაცა საოცრად ხა მამაკაცები ვართ და რა ვიცი საზრიცხო არაფერია თუ ცრემლები მოგდის ყოველთვის როცა ეს კაცი გვახსენდება იმიტომ რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი მეგობარი ეს არ იყო ჩვეულებრივი მეცნიერი ეს არ იყო ჩვეულებრივი კაცი რომელიც შეყვარებული იყო მე ასეთი შეყვარებული საქართველოზე ამერიკაში 40 წელი ნაცხოვრები ადამიანი კი არა საქართველოში 70 და 80 წელი ნაცხოვრები ადამიანი არ მინახავს ისე როგორც მას რუსთაველის და თქვა ვაჟას და აი ყველა კომპლექსურად ქართველი რაღაცნაირ სხვა და ქართველი როგორც უნდა იყოს და ალბათ გენეტიკაც თავისას შვება რა თქმა უნდა და ისა და მოდი გავიხსენოთ ცოტნე შენ ქონდა იმის ბედნიერება რომ მოახერხე და ეს ბედნიერება შენ და ხო და იცი ის არის რაღაცნაირი თავიდან ცოტნეზე სულ მესმოდა რა ჩვენ საერთო მეგობარი ადრე 20-25 წლის წინ აი ვიღაცა ცოტნე ჯავახიშვილი არსებობდა სან-დიეგოში კალიფორნიაში ეს ის პერიოდია რა კალიფორნიას სოფი ლორენ ვიძილ კოკა-კოლუ პილ აი მაგ პერიოდში ვიღაცა ცოტნე ყავს თვითფრინავი მაგარი მეცნიერია და აი რაღაც წარმოდგენაში მისტიური არარსებული ასე ვთქვათ ქართულზე იყო საუბარი და აი ეს არარსებული მისტიური ტიპი გავიცანი იმაში ნატახტრის აეროდრომში ჩვენ აეროგადაღების თვითფრინავის ასე ვთქვათ აწყობა გვინდოდა ერთი პერიოდი აეროგადაღებები არის ჩვენი ერთ-ერთი ბიზნესი და ჩვენ საკუთარ ქვეყანას თვითფრინავი არ ახავს ვიღაცები ჩამოყვავდა და
მე და ჩემო პარტნიორმა ამაზე დავიწყეთ ფიქრი და ამირანთან მივედით და მაგრასო ცოტნე არის ჩამოსულიო და ამ ცესნების და მაცოქოდ დაბალი მიანი გაბარიტიანი თვითმფრინავების ექსპერტიაო და იქ შევხვდით ბენდენიან ცოტნეს და იქ რაღაცა ესე იგი ძალიან მარტივად ავეწყვეთ ერთმანეთს მაგ შეხვედრა სულ იხსენე ადვილი ტიპი იყო ძალიან მარტივი ხო და ისე კარგად წავიდა ურთიერთობა რომ გარშემო ყველა ნერვებს გუშლით და ვიხსენებდით იმით ცოტა გადავდა მაგრამ რომ მაგ დროს რაღაცა გარშემო რაღაცა ისეთი იყო რა საინტერესო მომენტი იყო სულ ვიხსენებდით მაგ შეხვედრას მერე სან-დიეგოში დავდივარ თითქმის 2 წელიწადში ერთხელ იმიტომ ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება არის გეოსაინფორმაციო სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა და ამ თავარი ლიდინგ კომპანიის წარმომადგენლები ვარ და იქ გვაქვს ყოველთვის კონფერენცია users კონფერენცია არის სადაც სულ დავდივარ და სან-დიეგოში ჩავედი და ვიცი რომ ცოტნე იქ არის მე და ეკავიყავი და Facebook-ზე მივწერე რომ აქ ხარ და აბა სად ვიქნებიო და всё დაიწყო ზეიმი დღესასწაული ჩვენი მეგობრობის არ მომილიანი რაღაცნაირი ისინი რა არ ვიცი ღამე იმაში რა ქვია ლას-ვეგასში ლენდინგი და დილას მონუმენტ ველეში გაფრენა და შუა დღეს რაღაც ფეიჩი ცურვა და საღამოს კიდე რაღაცა მექსიკური ის და თან ეს ყველაფერი ხო წარმოუდგენელი ერუდიციის ადამიანი იყო რა ესე იგი ყველაზე ნაკლებად გეხებოდა მისი მეცნიერება და მისი ჯავახიშვილის შვილიშვილობა რა ეს იყო მართლა ყველაზე ბოლო რაღაცეები ხო არა ანუ წინ მოდიოდა რაღაცნაირი ასე ვთქვათ სიღრმე საერთოდ ფილოსოფიური ტექნიკური ვაფშე ყველაფერი იცოდა და ეს ყველაფერი იყო ძალიან ადვილი ეს არ იყო რაღაცა ხო რაღაცა soft drink-ივით იყო რა რაღაცა ეს ჩვეულებრივი რაღაც არ ქონდა გეუბნება ქონდა აი შენ ძმასთან ერთად გაზდილ ადამიანთან ურთიერთობა და ეს რაღაცა ძალიან კაი მე ეკადა ცოტა რაღაც არის სამი ის იყო რა ხო იცი რაღაცა ქალის არსებობა ძმაკაცობაშიც ისეთი რაღაცა შემოქონდა რა ეს რაღაცა და ეს სასწაული რაღაცები იყო და ეს ბოლომ თამთავრდა ისევ იმითი მისტიკით ჩემთვის რა აი ყველასთვის ეხლა რომ გადაიყვიო სადავარ მე ისევ 25 წლის წინ ვიღაცა ცოტნე რო იყო მისტიური გესმის აი ამ ჩემ თავშიც ამ მისტიკით დამთავრდა აი ვერ ვკიდებ მის ისტორიას ვერ ვკიდებ ყოფით რა სახელურები არა აქვს და მე არა ვარ ეკლესიური და რელიგიური ადამიანი ღმერთის ჩემი სეული აღქმა მაქვს და ამაში გულწრფელი ვარ ჩემ თავთან და მწვერვალზე რო ვარ მგონია რომ მართლა იმ არარსებულ თუ ზებუნებრივ ალბათობა თუ კაფეო რაღაცა ფორმაცია რაღაც ამ ყველაფერს მართავს აბსოლუტურად მნიშვნელობა არა განცდა აი მგონია რომ ცოტნე რომელიც სულ ყველაფრის ამხსნელ დარგში მუშაობდა ყველაფრის კარგად ახსნით მასში იყო ის ღმერთი რა ანუ ღმერთებთან წავი ანუ აი არ უტრირებ ეხლა ალბათ გაქრა ხო გაქრა და კაცმა არ იცის გაქრა კი არა პირიქით შეიძლება angel line-ით წავიდა რა და რო დავფრინავდით განსაკუთრებით კატალინაზე გვიყვარდა რა ნუ რაღაც ბოლოს უკვე იმაში იყო ქცეული ანუ კეპკა მიყვარდა იქ უნდა მეყიდა და ბიზონის ჰამბურგერი უნდა გვეჭამა და როგორც ახლა წნეთში რომ მიდიხარ იმაზე წვადის შესაძლებლად ეგრე მიფრინავ კატალინაზე და მოვდიეთ ხოლმე და გზაში ეს ლურჯი ვეშაპები სულ იმაშვებოდა რა სულ არსებობდნენ და აი ხო რამდენჯერ უფრენია ახლა მაგ მარშრუტზე ამ ვეშაპების დანახვაზე რაღაცნაირი ხდებოდა ანუ საერთოდ ანუ სხვა ცოტნე გამოდიოდა და ვატრიალებდით თვითმფრინავს და უღებდით ფოტოებს მე იქიდან მოდიოდა ნავიგაციიდან რომ წერატო დაარტყი კი всё გრუნდები მაგრამ მე კიდე ერთ წრეს მაინც თუ გამოჩნდებოდა ის წყალს ამოასხავდა ეს ვეშაპი ან ყუთს მოიქნევდა ცოტა სიჩქარეს დავწერდი და აი ამ რაღაცნაირ მისტიურ ღვთისმიერ სულ იძახდა რომ მაგარ ქვეყანაში ცხოვრობ კალიფორნია ყველაზე დიდი რაღაცების ყველაზე დიდი ხე აქ არის ყველაზე დიდი ეკონომიკა აქ არის ყველაზე დიდი ვარი აქ არისო 33 მეტრი აი ესა და ამას რო ხედავ რა და ამას რო დავდევდით და ყველაზე დიდი სან-ანდრეასი და რა ვიცი
ჩემ მე მეუბნებოდა რომ შენი აი ერთ არის ჩამოდი და ზემოდან დაგანახებ შენს დინოზავრებს და იმას იქ ხო 64-ია პალეონტოლოგიური და აი ამ ვეშაპებში წავიდა ეს ლაინი ხო აი ეს უნდა მეთქვა ხო ეს ისტორია რომ ნახე ჯერ ინფორმაცია მოვიდა რომ 3 საათი 3 საათ ნახევარი იფრინა გაუჩერებლივ ეგრევე 400 მილი გამოთვალე ეგრევე რუკაზე დავდე და ეგრე ანუ ხაზი იყო სწორი და აი სულ ხედავდი იმას რა ნუ მე ესე ხედავდი რა ვეშაპები მოყვარდა ალბათ ჩავიდა ამ ვეშაპებთან და დიდი პიროვნება წავიდა და დიდი მეგობარი სურის იმეშინოდა იცი პირველი დღეები რომ გამოხატე ჩემი სენტიმენტები ამ ყველაფრის მიმართ Facebook-ში და მეგობრებში და მეთქი ხა ცოცხალი რომ გაიჩითოს აი არ და ცოცხალს არ დამიტოვე მე დავდე და მე ავიღე მეთქი იმიტომ რომ მე გამიტრაკებდა მე უკაცრავად მისთვის რომ ეს რა ბუდავდა რა ტექსტები და ვაფშე არა ხო ნუ გადაობა იქნებოდა მაგარი ხო მე რა ვქენით რომ დავდე 100%-იანი იყო თითქოს ნინომაც მითხრა ერქომაიშვილმა ისა და დავდე და მე დავფიქრდი რომ იქნებ ნუ ეხა ყველაფერი შეიძლება ხო იყოს და ნუ ავიღე ეგრევე და უბრალოდ არქივში გადავდე და თავარი ასე მსახურებოდა ეს ყველაფერი იმ ძირში იყო რა ანუ ესე ვიწროთ მაგარის გარდა თوار მისიას ასე ვთქვათ პლანეტარულ მისიის მონაწილე იყო იმიტომაც იყო მაგარი რომ მიზანშედეგობრივ ნაწილს აკეთებდა მაგრად ანუ პროსტაკ იმას კი არ აკეთებდა უბრალოდ ანუ თელ ამ ხო ეს შებმული ქონდა ხო ნუ ეს ერთობის ერთიანი ბუნების ამბავში ნაწილში კი გოცა მე რა მაინტერესებს თქვენი რო გადავიდეთ ახლა ისევ დაუბრუნდეთ თუ ანუ ჩვენს თემაზე თქვენი შეუпроსტորად შენ ხარ დირექტორი ამ გეოგრაფიკის ხო ეს საკონსულტაციო ცენტრი არის ხო რომელიც რა არის თქვენი იმიტომ რომ მე ხშირად მაქვს ხოლმე როცა ბევრჯერ მაგაკეთებული ხა კამჩატკაზე რომ მიწიზრა მოხდა მაგალითად იმ აი ესე უცებ ჩავწერე რაღაცა ვიდეო და სადღაც 90000 ნახვა დააგროვა უცებ და აინტერესებს ხალხს ზოგადად აი ესეთი სიტუაციები და განსაკუთრებით როდესაც საქართველოში ვცხოვრობთ ალბათ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ყველანაირი მიმართულებით საინტერესო იმიტომ მე ახლა სადაც ვცხოვრობ ეს არის ყველა მიმართულებით უინტერესო მე ნუ როგორც ბუნებას ისე ვამბობ ხო დავდივარ და კოღო თუ დავინახე მიხარია და მე ჩვენი ბიომრავალფეროვნება მოგეხსენება რაც არის ჩვენი გეომრავალფეროვნება და ზოგადად ყველაფრის მრავალფეროვნება და ძალიან ხშირია ხოლმე კითხვები რომ კი გადასარევი ბუნება გო ყველა არა ეს მიწუძვრები რო გვაქვს და წყალდიდობები და ღვარცოფები და ესენი რამდენად სად შეიძლება ვთქვათ ადამიანმა შეამოწმოს ჩემი სახლის ასეთ კითხვები არის აი ცხოვრობ ამადამ ადგილას შემიძლია ვინმეს ვკითხო ან თქვათ ექსპერტიზა მოვიწვიოთ ექსპერტი მოვიწვიოთ და ზუსტად მითხრას რამდენად საშიშია გაუძლებს თუ არა მიწისძვრას ეს корпуსი რომელშიც ახლა ბინას ვყიდულობ მე და ასე შემდეგ აი ესეთი რაღაც აი ეს ჯერ ამაზე მიპასუხე და მე თუ არსებობს ასეთ სამსახური ხო მეორე თქვენი მსხორას ხო ხო ეს აქედან დავიწყებ ესეთ სამსახური რეალურად ცოტა ისეთი სისტემაა რა გარემოს ეროვნული სააგენტო არის ის სააგენტო რომელიც ადგენს და კიდევ უნდა ადგენდეს ბევრ ასე ვთქვათ საფრთხეებს და რაღაცებს მაგრამ საზოგადოებრივი დაკვეთიდან გამომდინარე იმიტომ რომ იქ პრინციპში ამ დარგში კარგი სპეციალისტები მუშაობენ უწევთ აი ამ ოპერირების ნაწილში ბევრი სირბილი და სისტემურ მუშაობისთვის უფრო მეტი ფული ჭირდებათ მათ და უფრო მეტი ენერგია და როდესაც ესეთ case by case რაღაცები ხდება ამ ხალხს უწევს აი ამ ასე ვთქვათ პატარ-პატარა ანგარიშების წერა, ბიულეტენების გამოშვება და იდეაში თუ რამე სადმე გაინტერესებს ამ ბიულეტენს ნახავ, შეხედავ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს საკმარისი არ არის, ყველა მიცის რომ ეს საკმარისი არ არის, იმიტომ ამას მეტი ენერგია ჭირდება და ფული. ამიტომ არსებობს
მათი დასკვნები თუ რაღაც ისეთი ან ვრცელი პროცესი მოხდა ან რაღაცა დიდი, მაგრამ არსებობს ჩვეულებრივი კომპანიები, რომელიც ბაზარზე მუშაობენ, სამწუხაროდ ესენი მხოლოდ დეველოპმენტში და კორპუსების მშენებლობაში ჩართული კომპანიები არიან. ბოლო წლებში გაჩნდა ფერდობების გრადობის შეფასების ნაწილი, იმიტომ რომ ყველაზე დიდი პრობლემა არის, რომ ეს მოკლევადიანმა ეკონომიკამ გამოიწვია რაღაცა სტანდარტით შენობის შესახებ გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური თვისებების განსაზღვრა, მაგრამ იმ წითელი იმის საზღვრებში, ხაზების საზღვრებში ნაკვეთი გეოლოგიურად შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ გვერდზე ნაკვეთები ასევე კარგი იყოს, მაგრამ მთელი ეს ნაკვეთები ერთად იყოს არამდგრად ფერდობზე. ხო. რატო უნდა გამოვიკვლიო მე, ან რატო უნდა დავხარჯო ფული წითელი ხაზების მეპატრონემ სხვა ნაკვეთების და მდგრადობაში, როცა ძვირი ჯდება და საბოლოო ჯამში ვიღებთ, ესე იგი, უტრირებული ფორმულა, რა თქმა უნდა, რომ ყველა კარგად არის, მაგრამ ყველა საბოლოო ჯამში ცუდად არის. აი ეს რაღაცა ბელტზე დევს და ამ ბელტზე არის ჩართული რაღაც აქმები, ეხა ნელ-ნელა მკვიდრდება, ძალიან ნელა, ძალიან ცუდია რომ ძალიან ნელა, მაგრამ რაღაცა ის გამოჩნდა. ჩემთან ძალიან ბევრი ადამიანი რეკავს, იმიტომ რომ ამ სფეროში რო ვლაპარაკობ, რატომაც ყველას გონია, რომ ოფ, ეხა რო ვიტყვი, ეხა არ ვზარდები, ჩემი გეომორფოლოგიური განათლებიდან გამომდინარე, იმას მაინც ვეუბნები, რომ ეს არის ისეთი ადგილი, აქ აუცილებელია და რა თქმა უნდა, ისევ გარემოს ეროვნულ სააგენტოში უშვებ, ან ვიღაც კარგ გეოლოგს იმოშვები. ყავს მეგობრები, რომლებსაც აბსოლუტურად მყოფნის ჩემი, აი Google Earth-ში რომ დავხედო ტელეფონში, ზუსტად ვეთქვი, რომ აქ უბრალოდ წარმოუდგენლად სახიფათო ადგილია. ამ ეკონომიკამ, ჩემთვის ფსევდოეკონომიკაა, ისე შეიყვანა ხალხი ამ რაღაცა კორპუსი იყიდე, გაყიდე, ვიცხოვრო, გავეცე ქალაქს და კიდევ უფრო ვარესავიდე, ისეთ ხიფში არიან შესულები, რომ პირდაპირ გველეშაპების ქვეშ ყიდულობენ იმებს რა და სამჯერ, ოთხჯერ აუხსენი, რომ აქ არ ქნა და მაინც ცხოვრობენ. აი ეგეთი სიტუაციებიც არის რა და ალბათ მოვა რომ დრო რომ კომერციული კომპანიები ამაზე მე მაინც მემარჯვენე ვარ ხანდახან მემარცხენე ფრაზებსაც წაიკითხავ ჩემს იმაში ისეთ კატასტროფაში ვცხოვრობთ რომ არეულია ყველა ხა მემარჯვენე იმიტომ რომ არა ნუ არაფერი არ ვარ გადა ისა რა ქვია გოგლი მოგლია ზოგებიც კი აღმოდის მაგრამ მაინც მგონია რომ საჭიროება უნდა იყოს და ამაში ჩემ თუ როგორც უსაფრთხოებაში იხდი ფულკი ვიღაცას ვინც არ აქვს იმას რა თქმა უნდა სხვა უნდა ბიუჯეტიდან დაეხმაროს და რაღაცა ის იყოს მაგრამ თუ არ არის აქ საჭიროება ეს სისტემა ვერ ამუშავდება და ამიტომ გაჩნდება ჩემის აზრით კერძო კომპანიები რომლებიც აი ამ უსაფრთხოების რაღაც კონსალტინგ ბროკერზე სესხის აღებაზე რეგისტრაციაზე მანქანის წაყვანა-წამოყვანაზე თუ არსებობენ კერძო კომპანიები ხო აი ქარუში დარეკავთ აიყვანო აქაც იქნება რა ეგეთი კომპანია სადაც დარეკავ რომ ვიყიდო თუ არ ვიყიდო ეს ნაკვეთი ღირს თუ არ ღირს და რაღაცა მე არსებობს ძალიან ბევრი ტექნოლოგია იქ ინტერფერომეტრია რომელიც ადგენს გრუნტების დონეს მოკლედ ეს რაღაცნაირად ვალიდაციის ქვეშ უნდა მოხდეს და ჯერჯერობით ეს არის ჩვეულებრივი აი ლაყბობა და სერიოზული აქ არაფერი თუ ძალიან კონკრეტულად ვიღაცა ადამიანმა არ დაუკვეთა კარგ გეოლოგიურ ჯგუფს. ხო, მიუკერძოებელს, რომელიც აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული იგივე იმ დეველოპერებს. ჩვენ კომპანიას რაც შეეხება ყველაზე ძვირფასი ერთ-ერთი არა მე ვფიქრობ, რომ ჩემს პარტნიორ უცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ადამიანი მამუკა ხურციძე, მალხას ხურციძე, რომელთანაც ერთად დავაფუძნე ეს კომპანია და 90 იმასაც არასამთავრობო ორგანიზაცია ქონდა 92 წლიდან მეც და მე გავერთიანდით ჩვენ გეოგრაფები ვართ და ну რა ვიცი აი ეს 23 თითქმის 10 წლეული ერთად ვაკეთებდით ყველაფერს და ну 2 წლის წინ გარდაიცვალა ტრაგიკულად რა და პრაქტიკულად დავობლდი და რა ვიცი გამომეცალა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი და აი მაგასთან ერთად თუ რამე გავუკეთებია ყველაფერი მაგასთან ერთად გავაკეთეთ მისი მეუღლე არის ხა მას ცვლის ის იყო ისედაც კომპანიაში ის კიდე ჩვენ ორივეზე ბევრად უფრო ჭკვიანი ადამიანია თამარ ბაკურაძე და ეხა მამუკას დიშვილიც შემოვიდა ასე ვთქვათ პარტნიორობაში და რა ვიცი აი ვაგზელებთ ამას ყველაფერს ვაკეთებთ ესე იგი დაწყებული აერო და სატელიტური გადაღებები აგეგმვა აზომვები გეოლოგიური კვლევები, გარემოს კვლევები, ინტეგრირებული კვლევები და მე გადავდივართ უკვე დაგეგმარებაზე, ტყეთმოწყობა, ქალაქგეგმარება, განსაკუთრებით. ანუ თქვენ ხართ კოოპერაციაში მთავრობას, ჩვენ ვართ კერძო კომპანია შპს
არასდროს არ ვიყავით არავის, ასე ვთქვათ, ფინანსურ კონტრიბუციაზე, მხოლოდ ჩვენით ან ტენდერებით, ან კომერციული ბაზარზე კონტრაქტების მოპოვებით გაგვაქვს თავი. სამწუხაროდ, კარგი თავრობის პირობებშიც და ცუდი თავრობის პირობებშიც ორივე სამწუხაროა, იმიტომ რომ 90% ჩვენი დაკვეთების იყო სახელმწიფო დაკვეთები, იმიტომ რომ პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვქმნით, არ არის მას გამოყენების პროდუქტი რა. ეს არის ქალაქის გეგმა, სატყეო უბნის ტექნოლოგიის გეგმა, ეს არის ავტობანის, ან ელექტროგაზ, ან ხაზის, ან რაღაცის დერეფანი, ან პორტის დერეფანი, ან გარემოზე ზემოქმედების შეფასებები, ან სათხილამურო კურორტი, ან პლეხანოვის, ან ბათუმის საფეხმავლო. ანუ ეს ყველაფერი არის სულმცირე მუნიციპალური გადაწყვეტის და მაქსიმუმ ეროვნული გადაწყვეტის. ამიტომ ყოველთვის მქონდა ურთიერთობა პრემიერთან, მინისტრთან, გამგებელთან, იმასთან და სულ ვამბობ ამას, ეს მე-18 ამასთან არ მქონია შეხება და 17 პრემიერთან ვარ ნამუშევარი, პირველი იყო სიგუა, სოხუმში რუსული ტანკების დეშიფრირებას ვუკეთებდი და პირადად იყო ჩართული იმაში რა ქვია, მაშინ კომპიუტერი არ იყო, ინტერპრეტოსკოპი იყო ეგეთელსაც და სტერეოში ვაყურებინებდი და იქიდან მოყოლებული, აი ასე ვთქვათ, მოკლედ ძალიან ბევრ იმაში ლაბირინთში გასული ადამიანი ვარ, ერთი მთავარი მიზეზით, რომ ეს ქვეყანა საუკეთესო ევროპული და დასავლური პრაქტიკით ავაწყოთ ისე, როგორც აი არ ვიცი რა, როგორც არც ერთი სხვა ქვეყანას, ძალიან ბევრ ქვეყანას შეგვიძლია ვაჯობოთ, იმიტომ რომ უსაფრთხოების და ყველაფრის უსაფრთხოები, ანუ კომპაქტური მართლა ეროვნულ იდენტობაზე ორიენტირებული, ეს ეროვნულ იდენტობას ძალიან სადღეგრძელო არ არის, ეს არის მცირე რიცხოვანი ერი, თავისი მკაფიო, განსხვავებული ქცევით, ეთნოკულტურით, თავისი ენით, რომელმაც ესე იგი უნდა ორი ამოცანა უნდა შეასრულოს, თან უნდა განვითარდეს და თან ეს ყველაფერი უნდა დაიცვას. აი ამ განვითარება დაცვის ბალანსის ფორმულა არის მარტო ევროპაში. და ამიტომ ყველა ის რეფორმა, ყველა ეს 30 წლიანი თუნდაც კერძო კორპორატიული ისინი სულ აი ჩემს ქვემოთ და ჩემი პარტნიორების ასე ვთქვათ სიღრმეში იყო ამ ესეთი ქვეყნის მშენებლობა და მით უმეტეს ეს ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის როგორც გეოგრაფისტვის, იმიტომ რომ ყველა მიმართულებაში რაღაცის კეთების შესაძლებლობა გვეცემოდა და მაგრამ ნუ სამწუხაროდ თავრობები იყო ყოველთვის რა, ამიტომ იქ ვიღაცას მოწონ, ვიღაცას არ მოწონ, მე გჭირდება თავის მართლება, მე გჭირდება დამტკიცება, ეს ყველაფერი აცრილები ვართ უკვე ჩვენ, არ ვაინტერესებს ვინ რაზე ფიქრობს ჩვენზე, იმიტომ რომ ჩვენ სწორ ხაზზე ვმუშაობ და ეხლაც სწორ ხაზზე ვდგავართ, იმიტომ რომ მგონია რომ ეხლა რაც ხდება ძალიან ძიმე ვითარებაა რა. სწორ ხაზზე და მე რა მაინტერესებს, ეხლა თქვენ რამდენად გქონდათ გრანტებთან შეხება, არ ვიცი, მე როგორც ვებში 23 წელი მომუშავე ადამიანმა გრანტებით შევქმნით ეს ეროვნული პარკები და ყველაფერი ამით გაკეთდა და აი ეხლა ეს ახალი რაღაცები რომ მოიგონეს ეხლა მე რამდენ ეს ფარა ჩვენ ეს არ გვეხება ხო თქვენ არ გეხებათ იმიტომ რომ მაგრამ მოხებოდეს ისეთი პრინციპულობით მოიქცევოდით როგორც სხვა ვისაც ეს ეხება იმიტომ რომ ეს პირდაპირ არ მეხება ჩემს მეუღლეს ეხება შვილს ეხება მეგობარს ეხება და საერთოდ ერს ეხება ეს სტიგმატიზაცია და ეს რა ქვია მეჩენი ხალხის შექმნას რა არის უშგულელებმა მოკლეს იმის რა ქვია გადაშკელიანი იმიტომ რომ წელიწადში ერთი კვერცხი მოგთხოვაო და ეს აღღურიცხოსო და თითო კვერცხი კი არაფერი ფული არ იყო მაგრამ მე 100 კვერცხს და მე ეცოდინება ვინამდენი უწო და დაბრიდეს აი ახლა რა ის რა ქვია აგენტის სიის კეთება ესე იგი ჩვენ მაინც ვართ ესე სეისმური ქვეყანა ვართ ხო ახალგაზრდა ვართ ეს არ დამთავრდება არც ხვალ და არც ზეგ და არც 1000 წლის მერე და არც ალბათ 3-4 მილიონი წლის მერე ჩვენ ამით უნდა ვიცხოვროთ ამით უნდა ამასთან ერთად უნდა გავზარდოთ შვილები და შვილიშვილები აი ამ სიტუაციაში სადაც ყოველთვის იქნება მიწისძვრები და საკმაოდ ძლიერი და ამ კლიმატურ ცვლილებასთან ერთად იქნება რა თქმა უნდა ძლიერი გაცილებით ძლიერი
ღვარცოფებით, წვიმებით, წყალდიდობებით და ასე შემდეგ. გრძელვადიანი რაიმე გეგმა ამ ყველაფრის საერთაშორისო დონეზე მაინც თქვათ იგივე შვეიცარიელებს თავიანთი ქვეყნისთვის აქვს შემუშავებული რომ მე გადავიღოთ აქედან რაღაცა კალკირება მოვახდინოთ ან შენაერი ხალხის მეშვეობით ჩვენი ორიგინალური დავწეროთ იმაზე დაყრდნობით და ასე შემდეგ. ძალიან კაი სამუშაო გავაკეთეთ UNDP-ის ეგიდით და ბენეფიცი არის გარემოსდაცვის სამინისტრო და გარემოს ეროვნული სააგენტო გავაკეთეთ ეგეთი roadmap-ი. ოღონდ სეისმური ნაწილი არის ცალკე ზრუნვის საგანი და ძალიან მტკივნეულად განვიცდი თეას ამ ქვეყნიდან წასვლას. ძირითადად ეს ადამიანის ასე ვთქვათ უფლებების შეზღუდვის საკითხით და მეორე რომ ამ სფეროში მომუშავე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ადამიანი. მაგრამ ეს დარწმუნებული დროებითია. ამ roadmap-ში UNDP-ის roadmap-ში ძალიან კარგად ჩანს რა უნდა გავაკეთოთ რომ ეს საფრთხეები და ეს ივენთები დავინახოთ და ჩანს გზა. უბრალოდ კარგად არის მერე საინტეგრირებელი სეისმური ნაწილი, იმიტომ რომ სეისმური ნაწილი რადიკალურად ცვლის აი იგივე hotspot-ებს. რა თქმა უნდა. თუმცა ამ სეისმიკის გარეშე იქ ითვლება ალბათობები და ივენთები, ამიტომ მოხდება თუ არ მოხდება, იქ დაშვებები არის. ხო, ნომერ პირველი ტრიგერი იქნება პრინციპში. ტრიგერი იქნება მიწისძვრა თუ სხვა, ის მაინც გრავიტაციულად ისე მოიქცევა. მაგრამ შესაძლებელია რომ ამის ინტეგრირებამ სხვა ჩემპიონებიც სხვა კუთხით წამოწეს. ამიტომ ეს სამუშაო გასაკეთებელია. მაგრამ სეისმურობის ნაწილს აძლიერებს არა ბუნებრივი საფრთხეების ასე ვთქვათ ნაწილი მხოლოდ, არამედ ადამიანის მიერ არასწორი და ცუდი მშენებლობების და თავშეყრის ადგილების კუთხით. ან შეიძლება 1 კუბური მეტრი ქვის ჩამოვარდნა საფრთხის თვალსაზრისით არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ რისკის თვალსაზრისით იქ თუ სკოლის ავტობუსი გაივლის, არის ზედადონის კატასტროფა. ანუ თბილისში არ არის ძლიერი მიწისძვრების ჩანაწერები და ამიტომ რაღაც ის არის, ხო, რაღაც არ არის სამხრეთ საქართველოსავით ან რაჭასავით. მაგრამ თუ ძალიან არმატურას დააკლებ, ასე ვთქვათ, დამეწყრილ ან არამდგრად ფერდობზე აშენებ კორპუსს ცუდად, ანუ იქ უფრო მაღალი მაგნიტუდა, ვიდრე რაჭაში, სადაც შეიძლება უფრო მაღალი ალბათობა სვეპლის, ვიდრე რაჭაში, სადაც უფრო ძლიერი მიწისძვრა მოხდება, მაგრამ ორსართულიანი სახლებია და ხალხი ნაკლები ცხოვრობს. როგორც იყო მაგალითად სპიტაკში, ხა მეორე დღეს ვიყავით ჩვენ სპიტაკში ჩასულები. გაცილებით თუ ერთი ზომის იყო, მე მგონი რაჭის მიწისძვრა და ისა და ახლობით ერთი ტიპის იყო, მაგრამ აქ გარდაიცვალა 70 თუ 200 ადამიანი ჩვენთან და იქ 26,000. თურქეთში ახლა ბოლოს რო იყო თურქეთის ბოლო მიწისძვრაზე ხო აგერა ნამდვილისა და ხო ჩვენ ვართ ესე იგი რომ აი თუ მსმენელს რატო ვართ ხო ესე იგი როგორც გეოპოლიტიკა პოლიტიკური ისინია დაძაბულობებია. მე საერთოდ მგონია რომ ყველაფერი არის მიზეშედეგობრივი რა. ეს ენერგია არსებობს რა. მოკლედ ქვემოდან არაბეთის ფილა, ზემოდან სკვითური ფილა, ეს ერთმანეთს აწვევა, ხან აწვევა, ხან ადის ჩადის, ხან ტრიალებს და ჩვენ გაიწევა ხან ოკეანეა, ხან ფათა წარმოშობა, ხან ის არის და იმიტომ გვაქვს და ყველაზე მეტი დაჭმუჭნულობა, მრავალფეროვნება, ბიომრავალფეროვნება, ეთნომრავალფეროვნება, ლანდშაფტური მრავალფეროვნება ჩვენთან არის. და რომ ითხრა რომ ერთ რამეში, ფრაზაში ამიღწერე ჩვენი სირთულე და ამავდროულად ჰარმონია, ეს ჩემთვის არის კრიმანჭული. აი კრიმანჭულში ძალიან ბევრი ხმებია, ძალიან. კრიმანჭულში დევს მთელი, ესე იგი გეოპოლიტიკურ, გეოტექტონიკური, გეოგრაფიული, ყველაფერი დევს ამ კრიმანჭულში. თან ეს ტიპები როგორ მღერიან, ხო? აი ჩვენ მღერიან რა, არც ერთს არა კონსერვატორია დამთავრებული, გადმოცემით არიან და ეგეთი ჰარმონია არ არსებობს. ცალ-ცალკე რომ მოусმინო რაღაც სიგიჟეა, ჯაზია, ჩამოტოვებული ყავს კრიმანჭულს. ჯაზი და აი რაღაც და ის კვინტესენცია, ეს აი კრიმანჭული არის ჩემთვის ფორმულა, აი ცოტნე რომ ყველაფერს ვეფხვის ყავოსნიდან ხედავდა რა საინტერესო კრავდა არა ცოტნესთან დავბრუნდი დარვინიდან რუსთაველამდე და მე უკან როგორ გამოყავდი. აი ჩემთვის ეს კრიმანჭული არის რაღაცა, ესე ვთქვი, გასაღები. ბუნებრივია, რომ
ისეთი ნიადაგი, ისეთი მინერალიზაცია, ისეთი დახრა, ისეთი ვაჭრობა, ისეთი ეკონომიკა, ისეთი მტერი, ისეთი სიმშვიდე და ეს ყველაფერი ამ კრიმანჭულში მიდის. ისეთი ფილები აქედან იქედან და ამაში ვარ, ხო, ну, სად არის სიმშვიდე? იც არის იმისი, რა ქვია, ციმბირში როა, უპრიურალიაში вообще სიწყნერია აფე ახდება, ორი დათვით არის და ბევრი კოღოები არიან და არც არაფერი ახდება. მე რა თქმა უნდა ვისურვებდი რომ აქ ვიყო, მაგრამ ესე თლათ გაკვეთილების გამოტანის გარეშე რომ აქ ვიცხოვროთ და ვბრიდოთ ეს ჩვენი ასე ვთქვათ მიგნება, ის კრიმანჭულიც გაქრება. ეს კრიმანჭულს რატო ვიძახი? რომ დაცხება და სოფლები რომ დაცარიელდება, ან მიგრაცია რომ მოხდება, ან იქ უკვე კრიმანჭულის მომღერალი შემდეგი თაობა აღარ გაჩნდება. აი პირდაპირ კავშირშია ამ შენი ძვირფასი მონაპოვარის არასწორად მართვის შედეგად ეგრევე დაკარგვის. აი როგორც მყინვარწვერი შეიძლება კაბარჯინასავით შავი გახდეს, აი ისე შეიძლება აქ აღარავინ კრიმანჭული აღარ იმღეროს და დარჩეს მხოლოდ ჩანაწერში. აი ამ სიფაქიზის დაკარგვის წინაშე ვარ და ამ სიფაქიზეს ურტყავს მიწისძვრა, ღვარცოფი, რუსეთი, ის რაღაცა ასე ვთქვათ შიგნიდან ბევრი ფაქტორი გაუნათლებლობა და ხო ეს ყველაფერი human geography-ის ნაწილია ესეც ანუ ამიტომაც გეოგრაფიული აღქმა და ამის შეფის არის დანიშნულება სეისმიკა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რა რომ რაის თბილისის ისტორიულ ნაწილში ჩვენ გია აბულაძესთან ერთად ძალიან საინტერესო პროექტები გავაკეთეთ ეს პლეხანოვის საფეხმავლო ბოლო ეს ვარანცოვამდე ჩვენი ერთობლივი პროექტია და მან იყო 47 სახლი 47 სახლიდან 45-ს გაუმაგრეთ კონსტრუქტორებმა მე უშუალოდ რეაბილიტაციის დროს მე აღმოჩნდა რომ ფუნდამენტები სუსტია წინასწარ ვერ დაადგენ ამას და ყველა ამ 47-დან 45-ს ფუნდამენტი გაუმაგრეთ რომ ბალიანობის თეა გაგიჟდებოდა ახლა ბალიანობა რა შუაშია მაგრამ ნუ ბალიანობის ენაზეც კი ასაყვანი იყო მაგ ნიშნულამდე 47-დან 45% არის 80 ხო ეს ყველა სახლი არის მე-19 საუკუნის სახლი ყველა გერმანული სახლი ხო და თბილისში ისტორიულ ნაწილში არის 25000 სახლი აქედან სადღაც მაგ პერიოდის სახლი არის 3-4-5000 ანუ ამ 3-4-5000-ში დღე მოდის სადღაც 100-დან 150,000 კაცამდე მობილობა საღამოს რჩება რაღაც 100,000 კაცი. ანუ 80% სახლების, სადაც ამდენი ადამიანი თავს იყრის, მარტო თბილისის ისტორიულ ნაწილზე ვაპარაკობ. სეისმურად არის ძალიან შორს იმ საჭირო იმ ნორმიდან. ამიტომ ძალიან მეშინია თბილისში. ხო, განსაკუთრებით სოულა კიდეც გამოტანის კონუსებზე რაც არის გაშენებული. მამა დავითის ძველი მეწყები და ასე შემდეგ. მაგრამ თუ თბილისის ისტორიულ ნაწილს გავხდებით, საერთოდ მე არ ვიცი იქ რა როგორ შენდება და როგორ შენდება. ძალიან დიდი ბეჭვები მაქვს ჩემი პირადი, ამაზე ყოველთვის ვლაპარაკობ და ახალ მშენებლობებზე საუბრობ. და ვინც ეს იცის და არ იძახის კატასტროფა, ვინც ეს არ იცის და ეჭვს გამოთქვავს და იმას ვიღაცა რაღაც შენიშნოს აძლევს, ეს კიდე მეორე კატასტროფა. ამიტომ არავის არ მეშინი ამას ლაპარაკით, იმიტომ რომ შემიშვილები ხო, ვინც პირიქით ეს და კატასტროფა დანაშაულია პირდაპირ. და მე როგორ უყურებ, იცი, მეწყერს, ისა მიწისძვრას, ანუ აი თუ მეწყერს და ღვარცობს თუ აქვს ალბათობა, ან ივენთ. მიწისძვრა არის არ განჭვრეტადი ფენომენი არ არის. კაცმა შეიძლება იცოდეს სად როგორ დაინგრევა, მაგრამ როდის ხო არ ვიცით. ან ეხლა ჩვენი ლაპარაკის დროს ან შეიძლება ხო და ყოველ წამს აი ესეთი აღქმა მაქვს მიწისძვრაზე. აი ეხლა არ მოხდა მიწისძვრა. უი, ამ ეხლაც არ მოხდა მიწისძვრა. უი, აი ამ წამსაც არ მოხდა მიწისძვრა. ანუ ადამიანი ამას ესე ვერ იაზრებს, იმიტომ რომ რაღაცა თავდაცვითი მექანიზმი აქვს და გაურბის, ხო? მაგრამ ალგორითმი ესეთია. ყოველ წამს რო არ ხდება მიწისძვრა, არის საოცრება. კი. ისეთ აი თელიეს გეგმარებებზე ცხოვრობ. რაც ამაზე უნდა იყოს აწყობილი, მაგრამ ასე ვიყავი სხვათა შორის 95-ში ვიყავი კამჩატკაზე ერთი თვე, აი სწორედ ერთი ორი კვირა პეტროპავლოვსკ კამჩატკაში ცხოვრობდი და აი სულთა ეგეთი მომენტი იყო რა, ანუ დღეს ერთ 5-ჯერ 6-ჯერ 2-3 მაგნიტუდიანი ყველა ვარიანტში გაგარყევდა და აი ჩვეულებრივი მომენტი იყო. ეხლა უბრალოდ მაგარი ტყლიშა იქა, მაგრამ
მაინც არ იყო ისეთი არაფერი გამოუწევია. ძალიან მაინტერესებს მაგ მოხვედრა, ვარა რა ვიცი. საოცრება, მე ხა იმ პერიოდში ვიყავი და დაკეტილი იყო სხვათა შორის გეიზერების ველს რო ეძახიან ეს დალინა გეიზერო, მაშინ ჩაკეტეს რატომღაც და მარტო მეცნიერებს უშვებდნენ და მე როგორც პალეონტოლოგს არაფერი იქ არ მესაქმებოდა, პალეონტოლოგიური არაფერი არ იყო, მაგრამ მაინც შეუძლია. ყველაფერი თანამედროვეა. ხო, საოცრება, მაინც ეს ვულკანებზე რაღაც სხვა ისა მაქვს რა დამოკიდებულება მაქვს. მე მახსოვს 80-იანებში პატარა ვიყავი, ტალბაჩეკი რო ამოიფრქვა და მაშინ ისა ბევრი ადამიანი ესწრებოდა და იღებდნენ მაგარი ფოტოები იყო რა ეს პირველი შეკის ამოფრქვა ის ჩამსკრებულეზე მიდიხარ გზა ტრასა არის შემოდიხარ მის ზემოდან მოდიხარ და ჩამსკრებული ეს ვულკანები რომელი როდის კლიუჩევსკაია იყო მაშინაც ბოლავდა არ იყო ამოფრქვევა არ იყო უბრალოდ კლიუჩევსკაია კლიუჩევსკაიან და კიდე რომელიღაცას ამოფრქვევია რომელიც 600 წელი გაჩვენებული იყო ნუ ეხა ფაქტია კლიუჩევსკაია სოფტკატი მახსოვს წითელი მახსოვს იქიდან ო ნუ ეხა იქ სალმონის და იმის ესენი ხო საოცრება ხო და რა მინდოდა კიდევ ერთი კითხვა თუ არ დაგღალე არა ძალიან შეგიძლია ჩვენ რომ აი ესე ვამაყობთ ძალიან რომ ამდენი წყალი გვაქვს და ამდენი დინარეები და ნაკადულები და პირველ ადგილზე ვარ და იქ ნავთობივით როგორც წინ ნავთობს ყიდიან ახლო აღმოსავლელები ჩვენ წყლის გაყიდვა შეგვიძლია ეს აი მყინვარების დნობა და ეს რეზერვუარის თუ იმას ბაკია ხო რომელიც კი ეს არის მტკნარი წყლის მარაგი რომელსაც ნელ-ნელა გვაძლევს მაგრამ აი ეს უკვე დაიწყო მე მგონი სრაფ-სრაფად მოცემა და აი ეს ადამიანამდე პერსპექტივა რა გვაქვს ძალიან მძიმე პერსპექტივაა მთელ სოფლიოში წყალი იქნება ყველაზე ერთ-ერთი ნომერ პირველი სტრატეგიული პროდუქტი მტკნარი წყალი რა თქმა უნდა ახლა blue economy მოდაშია მთელ სოფლიოში და ყველა ცდილობს რომ რაღაცა ოკეანედან ასე ვთქვათ ფილტრაციით და იმით შექმნან მაგრამ ნუ ხარისხი მაინც ვერ არ იქნება და ბუნებრივ ციკლს ესე ვერ ჩაანაცვლებ ამიტომ და მაშინ რატო უნდა ჩაანაცვლო როდესაც ჩვენ ხარ ამის ასე ვთქვათ ერთ-ერთი მთავარი სოფლიო გენერატორი და ამ დროს ვერაფერს ვერ აკეთებ. ეხლა როგორც დენს ვერ ინახავენ, ხო, დიდხანს. თავარი სოფლიოში ხო ეგ პრობლემა. ესე წყალსაც განუზომლად ვერ შეინახავ, ვერ გაექცევი, მაგრამ ესე მთლად ეხლა ქართლში რო ის კრანი რომ მოშვებულია და მიდი მოვდივარ არის, ხო, წარმოუდგენელია. ზუსტად ესეთი დამოკიდებულებაა. ჩვენი მყინვარები, სხვა მყინვარებისგან განსხვავებით, თუნდაც ალპებისგან განსხვავებით, არ ვლაპარაკობ ეს დაფარვითი გამყინვარების ადგილებს. ისინი ნელ-ნელად ნება და ჩვენი დაკიდებული მყინვარებია და შეიძლება ერთ ზაფხულში 1 წლის კი არა 30 წლის მარაგი დაკარგო. იმიტომ რომ ის წყდება. მოწყდეს და ხო ზავასა. თუმცა ის ყინულიც იმაშვება დევს სანამ ის მოწყდება. ნელ-ნელა ვარცოფით მოდის ხო საერთოდ იკარგება. ეხლა ავსტრიაში აფარებენ, გრენლანდიაში აფარებენ, მაგრამ ეხლა ჩვენ საბჭოთა პერიოდში იყო მორენების ტრაქტორებით გადაფარა, რომ ცოტა გაახანგრძლივო დნობა. სხვათა შორის თუ დააკვირდები Google-ში ჩანს ის მყინვარიტული ენები, რომლებიც დაფარულია მორენებით, ისინი უფრო ამობურცულია და მათი დნობა უფრო ნაკლებია, იმიტომ რომ ჩვენ კონსერვაციას უკეთებს. აი მაგალითად თერმოსის ხალდეს თუ შეხედავ ნაკლებად არის დახეული, ადის თუ შეხედავ უფრო დიდ ასე ხო. სხვა შორის ვიდეო მაქვს, რომელსაც მე ფორმატში რო გავარკვევ, გამოვაგზავნე. დევდორაკი აჩქარებულად მოდის წინ, იმიტომ რომ მაშინ როდესაც გერგეთი იხევს, დევდორაკი წინ მოდის. იმიტომ რომ მექანიკური დარტყმების და იმის შედეგად გამოწნეხვა ხდება და ხო კი დნობა კი არის, მაგრამ დნობისა და მექანიკური წინსვლის ბალანსი წინსვლის სასარგებლოდ არის და ხანდახან გაჩერებულია და უკან არიხევს ისე დრამატულად როგორც გერგეთი. ეს ყველაფერი მოვყევი, იმიტომ რომ ეს მყინვარების წყალი ესე უპრაგონოდ მიდის, ესე ვერ შეინახავ, მაგრამ რა გვაქვს? ჩვენ გვაქვს გაუდაბნოების პრობლემა სამხრეთ აღმოსავლეთში. ჩვენ გვაქვს ნალექ ბრუნვა და გრუნტის წყლების რეჟიმის ცვლილება. ჩვენ გვაქვს მყინვარების როგორც მტკნარი წყლის მარაგების განშემცირება და ჩვენ გვაქვს სასმელი ტურიზმის ზრდა და სასმელი წყლის პრობლემა. აქედან გამომდინარე, რას იზავდი, ხო, წყალი რომ მიდის და რომ იმედან თელასიდან თუ იმედან თემლიკოდან რომ მოვა SMS-ი, რა შვები, ხო, 5 დღე არ იქნება წყალი, მიდიხარ და იმარაგებ.
რა არის ის გადაწყვეტა, რომ ეს მოიმარაგო წყლები. ამ ჩემი ძალიან ისეთი არაფერზე დაფუძნებული ისეთი ხედვა არის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში მტკნარი წყლის მარაგები, წყლის სარკეები. ოღონდ რა თქმა უნდა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ევაპორაცია და აორთქლებამ არ უნდა შეჭამოს ერთადებული ინვესტიცია ამ წყლის ზედაპირების შექმნაში. რო გითხრა რომ ვინმე ამაზე მუშაობს და ამაზე პასუხი არის, არა, რომ არ ვიცი მე ეს პასუხი ვიღაცა თუ არსებობს და იკროს აზრი არ აქვს, გავჩერდები, მაგრამ მგონია რომ განსაკუთრებით აი გადახურებული ჩვენ თბილისის კვლევებს რო ვაკეთებდით გენგეგმისთვის და სხვა იმეებისთვის გარემოს კვლევებზე ძალიან აჩქარებული არის დედამიწისა მიწის ზედაპირის ახალი გადახურებული უბნები ჩნდება ყოველჯერ ეს ლანდსატის ალგორითმია და იმით კეთდება ძალიან მარტივად ახლა განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში განსაკუთრებით შირაქში აი შირაქის შემთხვევაში ნახევრად უდაბნოს პირობებში ნიადაგი არის ძალიან ნოყიერი და შენ პრაქტიკულად იქ თუ წყალს მიიტან იმის პროდუქტიულობა არის წარმოუდგენლად დიდი ძალიან დიდ კონტრიბუციას გააკეთებს მაგრამ წყლის მიტანა ღირს თუ არა და ღირს პირდაპირ მაგალითად მტკვრის გაყვანა იქით ან ტბების შექმნა და ნელ-ნელა ან არტეზიულები თუ არტეზიული მაგას ვერ დაგვეშვენ ხო კოლევა ხარისხი როგორია წყლის მაგალითად ახლა სათხილამურო ტრასაზე თოვლი როცა არ არის და კომერცია მუშაობს ითხოვს რომ ისრიალო წყალი აქვს ადამიანს ჩვენს გავაკეთეთ ბაკურიანში და მოდეულში ყოველ აუცილებელი არ არის რომ დიდი ენერგია დახარჯო დიდი წნევით ატანაში ერთბაშად თელი ზაფხული ნელ-ნელა აგაკრო ზამთარში დააგროვო და მე აი შეიძლება ესეთი time wise გადტექნი საინჟირო ოღონდ ინჟინრული არმატურა ბეტონი რაღაც ამ დონეზე კი არა იმის უფრო მაღალი დონის ზედა დონის საინჟირო სივრცით საინჟინრო გადაწყვეტილებები. საბჭოთა პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში ენერგიის წარმომშობი წყალსატევები იყო ინტეგრირებული ყოველთვის მელიორაციასთან, ირიგაცია მელიორაციასთან. მაგრამ როგორც ყველა ქვეყანაში ენერგეტიკოსები უფრო სწრაფ ფულს ქმნიან და ეკონომიკის განვითარებაში უფრო დიდ ნაბიჯს გავენ და ყველგან მთელ მსოფლიოში ენერგეტიკოსები არიან გაბლატავებულები რა და ის წესს აყენებენ, მაგრამ ჩვენთან დანარჩენები არიან ძალიან ასე ვთქვათ მიჭირხვნილები ამიტომ აი ეს რაღაცა ბალანსი არის დასაჭერი რა რომ მე რაღაც ჰესს რო ვაკეთებ ნუ ხო ხვდები შენ რომ ჰესი მინდა არ მინდა ეს არის რაღაც 2-0 პასუხი გააჩნია რამხელა სად როდის და რის საფასური რა თქმა უნდა გინდა მაგრამ ტუპად მინდა არ მინდა ეს დედა გიყვარს უფრო თუ მამა აი და ხო იგივე დევდორაკის ქვემოთ აშენებული ეს ამიტომ ის ხო მაგაზე მოყვები ძალიან საინტერესო თემა და ამიტომ საჭიროა რომ კარგად გაიაზრო ეს აი ამ კონტექსტში გაუდაბნოების და კლიმატის ცვლილების კონტექსტში ჰესია თუ წყალსატევი იქ შეითავსო რეკრეაცია რეკლამაცია ჩვენ ხა ვიყავით პაატა შაშაშვილმა წავიყვანა მე და თამარი იმაში ნევადაში სადაც საუკეთესო კომბინაცია ენერგეტიკის და ტურიზმის და გარემოს დაცვის რა ეს არის ჰუერდემი და აი იმათაც აქვს კლიმატის ცვლილების გამოწვევები და ეს როგორ მუშაობს ტურიზმი გარემოს დაცვა და ეს რა ქვია ენერგეტიკა ერთად ანუ სასწაული კომბინაცია რა აი იქიდან უნდა წამოიღო და იმათაც რო პრობლემები აქვს აქ მე შენ როგორ უნდა დაადაპტირო აი ესეთი ამ გადატესეთ გადაწყვეტილებებზე არავინ არ ფიქრობს ესეთი გადაწყვეტილებების ფიქრის სამართლებრივად განსაზღვრული ჩარჩო არის ქვეყნის სივრცითი მოწყობა რომელშიც ახლა ADB ხარჯავს ფულს რაღაც პარსელ რაღაცა კეთდება ერთიანად კეთდება ნუ მე ბუნებრივი არ მომწონს ეს პროცესი მაგრამ ტექნიკურ დავალებას რო შეხედავ იქ ესეთი ტიპის გადაწყვეტები არ დევს მოკლედ როგორც სამოთახიან სუხშირად ვიმეორებ სამოთახიან ბინას ჭირდება გააზრება მარტო ხარ ფიქრობ ჩანგალი დანა და სკამი თლიანად ყველაფერზე ერთდროულად ფიქრობს არ დაგიბეროს არ შეგწივდეს არ დაგცხეს ბავშვები აქ დაიძინებენ აი ესეთი გადალაგებული სადაც სეისმიკაც თავის ადგილზეა event mapping-ის თავის ადგილზეა კრიმანჭული შენარჩუნებას თავის ადგილზეა გეოპოლიტიკას თავის ადგილზეა აი ესეთი რაღაცნაირი ერთიანი სცენარი კი არა ტექნიკურად გაწერი თუნდაც პირობა ის სამ გვერდზე რო გაწერო გაწერადია სამ გვერდზეც ეს ყველაფერი არ არის
ამაზე მომუშავე არა თუ გაწერე მე ვინ არის ამის გამკეთებელი ეს კიდე მეორე თქმა აი კიდე ნახევარი ჯერ უნდა გაწერო მე იმონება რაც უფრო კარგად გაწერილია მით უფრო რთულია მერე აღსრულება იმიტომ რომ უფრო მეტ ეფორტს მოითხოვს და ბარემ ბოდიში დევდორაკზე ესე იგი დევდორაკის ძირში ჰესი რო აშენდა ტბა რო დააგროვა გადაკეტილმა 2014-ში ხო 2014-ში საბედნიეროდ იქ სრულიად შემთხვევითი იყო აღმოჩნდა დროებითი ბაიფასი იქ რა ქვია აიდანაც გადავრეთ გესდანიას ეძახიან რა ჰესის ესა რა რუსული და აი როგორც აბაზანაში იმას რო ამოვა დაგროვებულ წყალს მოაზრ და აი მე-5 თუ მე-6 დღეს აქედან თხრიდნენ 70 ის იყო კომაცუ და ისინი გადაღებული მაქვს მე ზემოდან 4 თუ 5 სამშენებლო კომპანიის სიჩქარე გათხრაში და აი თერგი იგებდა რა არასდროს ესე თხრიდნენ და ეს მაინც ავსებდა შანსი არ იყო და უცებ დაიწყო დაწრეტვა იმანაც ნელა ეხლა თლათ ესე გიფთი დარიყო რა პირდაპირ იპოვა ნელა წავიდა და პირველი დარტყმა რომ მოვიდა ის ჰესის ისინი რო არის ეს შლუზების დამჭერი ნაგებობები იმან ძალიან ბევრი ის გააჩერა ეს მართლა ის შემთხვევა როდესაც ახლა ჰესის ინვესტორმა ნახდათ არ იცოდა რომ ფული ჩადო ვარცობს საწინააღმდეგო ნაგებობა შემთხვევით თერგმა იცოდა სამაგიეროს შემთხვევით ხო მე მაგას რა თქმა უნდა სპეკულაციებიც მოყვა აიო ჰესებიო ვიღაცა არ ვიტყვის იძახდა რომ გადაგვარჩინაო მაგრამ ნუ ეს რა თქმა უნდა სასაცილოა მაგრამ ეგეთი საინტერესო რაღაცებიც ხდება ხოლმე რა ვიცი რამე ხო არ დაგვჭა ისეთი თუ არ ვიცი ვასო ისე მოვწყდი იმას რა ქვია დროს რა არ ვიცი ხეთ კიდე ბევრს ვისაუბრებთ არაფერი მოკლედ მე დამჭა ჩვენთან ერთად ეხა მივხვდი რომ ჩვენ სამს ცოტნესთან ერთად რო გველაპარაკა რამდენადაც მივაგნებდით აფსოს რამდენადაც ხო ცოტნეზე კიდევ ერთხელ რომ რას ვზრარდობ არ ვიცი მეგობრის დაკარგვას თუ ეროვნული ტიპის დაკარგვას აი მანდ ვარ გაყოფილი გორად და ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ცვლილებას რო ვერ მოესწრება ეგ არის ყველაზე ძიმე ჩემთვის ესეც აღსაქმელი და იმედია ჩვენ მალე მოვესწროთ ამას იმიტომ რომ ამ ჩვენი იდენტობის და წინვალე საქართველოს ასე ისტორიის და ჩვენი ქართული იდეის რაღაცა იმის დაკარგვა თუმცა ხო იცი როგორ არის სულ არ არის პრობლემა რომ ერი გაქრეს არანაირი ისეთი ერები გამქრალა ყოველ წამს ისე არ არის პრობლემა რომ ერი გაქრეს და ძალიან ბევრი ადამიანი ამ ძიმე დრამატიზმს ვერ ხედავს ამაში და მე არ ვიცი ასაკის ბრალია თუ სიმრავლეა ყოველდღე ვგზნობ ამას რა იმიტომ რომ აი ეს ერთ წამში შეიძლება ისეთი პროცესი დაიწყოს რომ უკან ვერ მოbrunდეს და კრიმანჭული აღარ ქონდეს არ მინდა ეხლა ჩვენ სხვა თემებზე მაგრამ ხო ძოლას აზრი აქვს რა თქმა უნდა სანამ ცოცხლები ვარ დაბარა როცა ძალიან დიდი მადლობა მინდა მე გითხრა მე მინდა ჩემს მაყურებელს ვთხოვო რომ დაწერონ კომენტარებში მე კიდევ თუ რაღაცა ისეთი კითხვები იქნა თქვენგან მაყურებლებს მიმართ რომ გიორგის პროფილი იქნება და მას შეიძლება ამაზე გაცემა და თუ დაგროვდება ასეთი კითხვები მე კიდევ გავკადნიერდები და კიდევ ერთხელ დაგიძახებ, მაგრამ დღეს მე მგონი ამით დავამთავროთ. კი. ძალიან დიდი მადლობა, როცა აი მართლა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის შეიძლება რაღაცები გამომრჩა, ეხლა რა ვიცი, რაც იყო მე მგონი ძირითადებზე ვისაუბრეთ და იცი სიმღერა. ძალიან დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ დიდი პატივია და რა ვიცი, მალე გვენახოს ერთმანეთი და მალე ვნახოთ. დიდი მადლობა, კაი დღე. დიდი მადლობა და ფერი საუკეთესო. ასე